მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. თქვენც ერთხლა ხედავთ ალბათ ჩვენი გადაცემის თემა რაც არის უსამშობლოების მარცხი. არ ვიცი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩელიაბინსკში გაიღვიძა, მე მგონი, იმდენჯერ იძახეს ამათმა ჩელიაბინსკში გაიღვიძებთ, რომ თვითონ ამერიკამ გაიღვიძა ჩელიაბინსკში, იმიტომ რომ ყველა ის ფონდები, რომლებისგანაც დაფინანსება მოდიოდა აი ამ უსამშობლოებისთვის, ყველა ფონდის ფაქტიურად პრობლემები ექნება და მათი საერთოდ არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. და ეხლა ეს რო ვინმეს ეთქვა ჩვენი ხელისუფლებიდან, რომ აი USAID მაგალითად კრიმინალების ბუდეაო, თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა აქციები ჩატარდებოდა საქართველოში. გამოვიდოდნენ და ესე იგი თავიანთ თავსაც დაიწვავდნენ და ფიტულებსაც დაწვავდნენ. ეს ფიტულების დაწვა კარგად იციან ამ არარაობებმა. ესე იგი, კარგად მოგეხსენებათ რა არაპატიეს ირაკლი კობახიძეს, როდესაც თქვა, რომ ჩვენო აი ამ ევროკავშირთან დაკავშირებითო გარკვეულწილად გადავხედავთ პოზიციებსო და თვითონ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირიო ჩვენს მიმართ ძალიან ცუდად იქცევაო. აი ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ, მაშინ როცა ყველა ევროკავშირის ელჩი ფაქტობრივად აი ამ საქართველოს მოღალატეების წინ გვერდით დგას. ანუ ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება იძახდა და ჩვენ კიდე დიდი ხანია ვიძახით, ხელისუფლებამდე ვიძახდით ამათ, რომ ეს ადამიანები, ეს ფონდები, NED, IRI, USAID და თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. ეს კი არა, CEREUS მუშაობა შეაჩერა. CEREUS მუშაობა, დაზვერვის სამსახურის მუშაობა შეაჩერა ამ ტრამპმა, რომ იქ არის საკმაოდ ბევრი ჩაბუდებული მტერი თვითონ ტრამპისაც და ამერიკელებისაც. თქვენ ატყობთ სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ არის გამოვლენილი როგორი უნდობლობა. ეს USAID თქვენ ხო არ გონიათ, რომ რაღაცა ის არის NGO არის, ეს არის ამერიკის მთავრობის ორგანიზაცია. შეიძლება USAID არ დაშალოს ტრამპმა, მაგრამ ძირეული ცვლილებები მოხდება. იქ ეხლა დაფინანსებები რო შეუწყდა, გასაგებია რომ ფონდი აღარ აფინანსებს, მაგრამ კაცმა არ იცი, შეიძლება ახალი ორგანიზაცია შეიქმნას, ან მთლიანად შეიცვალოს. CEREUS როგორც გითხარით, მუშაობა შეუჩერა, კაცო, რაღაცა რეორგანიზაცია ხდება იქა. და პლუს ამას გითხარით, რომ აი ყველა ფონდები კრიმინალური ორგანიზაცია უწოდა, თქვენ წარმოგიდგენიათ, ეგრო ხელისუფლებას ეთქვა. და ამიტომ ეხლა მიდი გამოდით ეხლა ჩაატარეთ აქციები აბა ტრამპის წინააღმდეგ და თქვით რომ ესე იგი ტრამპი არის პუტინის კაცი და ტრამპი არის კრემლის აგენტი. აბა გამოდით ეხლა და თქვით ეს ყველაფერი. რატო არ იძახით? მე ვფიქრობ რომ ხელისუფლებამ ძალიან სწორად იმოქმედა, როდესაც გაატარა პოლიტიკა თანმიმდევრული, დაელოდა მოვლენებს, რომ აი გახსოვთ ალბათ, როდესაც იყო საუბარი, რომ აი რატო არიჩენენ ესენი ცოტა რადიკალურ ზომებს, რატო არ არივლენენ აი ამ მომიტინგეების მიმართ. იმიტომ რომ ელოდებოდნენ ამ არჩევნების შედეგებს. ეხლა ამათ რომ დაფინანსება უკვე შეუწყდებათ, ესენი არ არიან იდეის ხალხი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა ფული რო აღარ ექნებათ, ესენი გამოლენ და ქუჩაში იბრძოლებენ, გამორიცხული. და აქედან გამომდინარე ის რაც გააკეთა ხელისუფლებამ, რომ თანმიმდევრულად მიყვებოდა იმ პოლიტიკას, რომ არ მიდიოდა გამწვავებაზე, ეს აღმოჩნდა სწორი. იმიტომ რომ თავად ამერიკამ გამოუტანა განაჩენი ამ NGO-ებს. ეხლა გამოდიან დღეს ბრიფინგები ჩაატარეს ამ იდიოტებმა. ჩაატარეს ბრიფინგები, რომ ისაო, რა ქვიაო, აიო ხელისუფლებამო რა მიიღო ამერიკიდანო, რა სარგებელი მიიღო.
ბიჭო, რასარგებელი უნდა მიიღო ყველა ვინც გაფინანსებდა, ყველა მოღალატებად გამოაცხადა ტრამპმა და კრიმინალებად, ბანდიტებად გამოაცხადა. ვინც თქვენ გაფინანსებდა, დაფინანსება დაკარგეთ. ის რაზეც იდავდა ხელისუფლება, რომ ესენი მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგო, ყველას გადაესვა ხაზი. დღე-დღეზე შეიცვლება პოლიტიკა და შეიძლება ხალხი შეიცვალოს აი ამ გველების ბუდეში, რომელიც არის დიღმის ცეკად ცნობილ ამერიკის საელჩოში. ეს ყველაზე დიდი გველების ბუდე აი იქ არის ამერიკის საელჩოში და იქ შეიცვლება სიტუაცია მალე. ან იმელთ შეცვლიან, ან თლიანად სტავს შეცვლიან. იმიტომ რომ ეხლა CRU შეუჩერა მუშაობა კაცმა და ამერიკის მთავრობის ორგანიზაციები ბანდიტებად გამოაცხადა და ეხლა აი ესენი შეიძლება კოცონზე დაწვას. ეხლა მას ისეთ იმაზე არის უდარზე, შეიძლება ადგეს და დახვრეტა მიუსაჯოს აი ამ ამერიკის ელჩს საქართველოში. ზოგიერთ შტატში ხო არის დახვრეტა და შეიძლება დასახვრეტად მოამზადოს ესენი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდითო. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ძალიან ესე იგი კარგი მოვლენების მომსწრენი ხდებით მეგობრებო და დიახაც აი ამ გადაწყვეტილებებით ხელისუფლება მიიღო აი როგორც აი ადამიანი როდესაც რაღაცა ცოტა ისეთ მდგომარეობაში არის აი რაღაცა დოპინგს მიიღებს ჟანგბადის ბალონს მიუერთებენ ეხლა საჟანგბადე ბალონი ნამდვილად არ ქონდა ხელისუფლებას ესე ძიმე მდგომარეობაში არ ყოფილა მაგრამ აი დამატებითი მიიღო ძალები დამატებითი რესურსი მიიღო და ამათმა კიდე ამათ ხაზი გადაესვათ. აი ძალიან კარგი განცხადება გააკეთა აი ამ მოღალატეებთან დაკავშირებით ქალაქის მერმა კახი კალაძემ მოусმინოთ მეგობრებო. ისაც აქვს პროტესტი შეუძლია გამოხატოს არანაირი პრობლემა არ არსებობს. ეს კანონები ხელს უწყობს პროტესტის თავისუფლებას? რა თქმა უნდა პროტესტი თავისუფალია. თუ აუდან ადამიანის გზის გადაკეტვას აუკრძალავთ ეს თავისუფალი პროტესტია? ის ძალადობრივი ქმედებები, რასაც თქვენ აკეთებდით, თქვენი ტელევიზიის ჩართულობით, იმ ადამიანებით, ვისაც ახალისებდით და უამრავი ადამიანი დაღუპეთ. უამრავ ადამიანს აურიეთ ცხოვრება. ტელევიზიები ბატონო კახა. თავარი. თქვენ გგონიათ რომ ხალხი რომ ქუჩაში გამოდის, ეს ტელევიზიები არასწორ ინფორმაციას აწვდიან და ხალხი ვერ გებულობს რეალურად რა ხდება ქვეყანაში? შეუძლია გამოხატოს მისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ყველას ერთნაირი დამოკიდებულება ვერ გვექნება. ვიღაცა თქვენ შეიძლება გქონდეთ სხვა შეხედულება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელთანაც მე შეიძლება განსხვავებული მაქვს. ეს ნორმალურია და უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ აი ახლა თქვენც ხედავთ რომ როგორი ესეთი სწორი აქცენტები დაისვა ქალაქის მერის მხრიდან. დიახ მეგობრებო, აი ესენი არიან მოღალატეები, ეს ჟურნალისტები, რომლებიც აი სწორედ დეზინფორმაციას ავრცელებენ და გულში გამოვიდნენ და ეს კანონებიო, სხვათა შორის ზოგიერთი ნაძირალაც აყვა ამას არანაციონალური ფლანგიდან, რომ აიო, ჩვენო გვართმევენო ხელისუფლებაზე რაღაცის ცუდის თქმის და ესე იგი გაკრიტიკების საშუალებასო დიქტატურა მყარდებაო. ესე იგი გამოდის რომ ქუჩაში უნდა გაგლანძღონ, გაგთათხონ, გაგინონ, მერე თურმე ეს თმენის ვალდებულებაში უნდა ჩაჯდეს ყველაფერი და უნდა ესე იგი ამათმა უნდა აიღო ყველაფერი და ამას უნდა შევხვდეთ ჩვენ გაგებით ყველაფერს. დიახაც ძალიან სწორი გადაწყვეტილებები იღება აი ამ საკანონმდებლო მიმართულებით და ის რომ მე ვფიქრობ დიდი ხანია ვლაპარაკობდი იმის შესახებ რომ ადმინისტრაციული ჯარიმები უნდა გაზრდილიყო და ფაქტობრივად ეხლა რასაც ხელისუფლება აკეთებს ამას მოუწოდებდი ჩვენ და ჩვენ მადლობის მეტი რა გვეთქმის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. აი ხა ყაზახეთში იყო ვიზიტი, ძალიან მწყინვალე ვიზიტი იყო პრემიერ-მინისტრის კობახიძისა, სადაც ესე იგი აი ისეთი სიტყვები იხმარა პირველმა პირმა ყაზახეთისა, ჩვენი პირველი პირის მიმართ, რომ რა ვიცი, აი გეგონებოდა რომ რაღაცა ჩვენ ვიყავით რაღაცა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ტოლსტორი ქვეყანა, ისეთი რიდით, ისეთი აი რაღაცა მოწიწებით და ისეთი აი რაღაცა გარკვეულწილად საშიაყვანილი იყავდა ჩვენი პირველი პირები, რომ თქვენ გაუძელით ამას, თქვენ გაქვთ ეკონომიკური ზრდა და მოკლედ ძალიან აქო და ადიდა და ეს იყო ხა ყაზახეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენი ეკონომიკური მეგობრებო და ძილად ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას ჩვენი ქვეყნის წინსვლას განსაზღვრავს ყაზახეთი. ყაზახეთთან ურთიერთობები გამტკიცებული გვაქვს, ჩინეთთან, რუსეთთან ურთიერთობები ლაგდება. თვითონ ტრამპის ადმინისტრაციას მხრიდანაც მე ვფიქრობ რომ წამოვა დადებითი სიგნალები. ის რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი აქ რაც ახლა ხდება და გასუსული არის, არაფერ ხმას რო არ იღებს ამერიკის საელჩო, ეს უკვე ნიშნავს რომ პოლიტიკა შეიცვლება. მათ მიიღეს ეგრეთ წოდებული კამან და ხმა არ ამოიღოთ გაჩუმდითო რა.
ხმა არ ამოიღოთო, თორე ჩვენ ვხედავდით აი ამ კანონებზე, მიღებულ ცვლილებებზე, აბა გაიგონეთ თქვენ ამერიკის საელჩოდან პოზიცია? ხო არ გაგიგონიათ? არანაირი ხმა არ ყოფილა. იმიტომ რომ უთხრეს ამათ რომ გაჩუმდით. და ესენი ლაპარაკობენ რომ აი რა შეიცვალაო ამერიკის პოზიციაო ტრამპის მოსვლისში. აი ეს შეიცვალა. ეხლა რომ ყოფილიყო ბაიდენი, გამოვიდოდა ეს კელი დეგნანი და იტყოდა რომ საქართველოს დიქტატურისკენ გადადგა ნაბიჯი ამ კანონების აი ამ იმპლემენტაციით. საქართველოს გადადგა დიქტატურისკენ ნაბიჯი, როდესაც მაგალითად გუშინ დააკავეს და საპატიმრო გირაო შეუფარდეს აი ამ უგულავას და აი ამ ოპოზიციონერებს. და ისიც რომ პარლამენტარებს შეუწყდათ უფლებამოსილება და ერთხელ და სამუდამოდ მორჩება იმაზე საუბარი გარიგებულები არიან, აბა შემოვლენ, არ შემოვლენ, არავის არ უნდა, ნუ შემოხვალ და დასვენებული ვიქნებით კიდევაც. ანუ ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ პოლიციელების უფლებების დაცვა, უბრალო ადამიანების უფლებების დაცვა, გამკაცრება პოლიტიკისა საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის ის, რომ სახელმწიფოს გაძლიერებისკენ არის გადადგმული ნაბიჯი. და ბევრი ლაპარაკობს, რომ აი ბელორუსიზაცია ხდება ქვეყნის, რომ ჩვენ ესე იგი ბელორუსს ვემსგავსებით. ნეტა მართლა იმ დღეს მოვესწრებოდეთ, რომ ბელორუსს დავემსგავსებოდეთ. 20-30-იანი ქარხნები მუშაობთ ბელორუსში და არც ერთი ადამიანი უმუშევრე ქვეყანა ყვავის. და ნეტა ვიყოთ ბელორუსი და იმათ რომ გახადეს, აქვე რაღაც საგინებელეთ ეს ლუკაშენკო. ჩვენ გვექნება ძალიან მალე ვიზიტი ბელორუსში, მინსკში, სადაც გვექნება რეპორტაჟები ყოველდღიური და თქვენ თვითონ დარწმუნდებით იმაში რა ცხოვრება არის ბელორუსში და აი ამათ კიდე აი ამ ვაი ჟურნალისტებს აი ესეთი პასუხები უნდა გასცე, მოკლე და ლაკონური, როგორც ესენი იმსახურებენ. აი სხვანაირად ამათ არ ესმით. ხულებათ მაინც და იმ მოცემულობაში რომ 19 დღეა ქალი შიმშილობს პოლიციელისთვის სილის გაწმის გამო და იმ დროს როდესაც მოძალადე პოლიციელები არიან დაუსჯელები და ადამიანები რომლებიც დათარეშობენ და ჩემ კოლეგებს უთხრამდნენ გამოძიებას არც კი დაუდგენია ვინას. აი მაინტერესებს უბრალოდ უხერხულობას მაინც არ გიქნით ეს ყველაფერი? არა. დიახ, მეგობრებო, აი ესე უნდა ელაპარაკო ამათ რა. აი ბოდიში ამ სლენგზე, მაგრამ ეკაიფო ამათ რა. აი უნდა დაამცირო ისე როგორც აი ეს ამან დაამცირა. ილაკლაკა, ამოიგდო ენა და უთხრა არა. მე ვეთანხმები მამუკა მდინარაძის პოზიციას, რომელმაც თქვა თუ ადამიანი არ შეჭამს საჭმელს, მოკვდება, აბა რა იქნება? და ყველა ადამიანი ირჩევს რა, ეხლა არავის სიკვდილი ნამდვილად არ გვიხარია, მაგრამ თუ ადამიანს არ უნდა სიცოცხლე, ეხლა ჩვენ ვერასდროს ვერ გავაკეთებთ იმას, რომ რაღაცნაირად ეხლა სახელმწიფოც ცდილობს ეხლა საავადმყოფოში ეს ვივამედი კიდე ბოლო-ბოლო გადაარქვით და ვივამედი კი არ არის, ეს არის ნაცების გასანჯასაღებელი კომპლექსი, დააწერეთ ბოლო-ბოლო. ვივამედის კლინიკას დაარქვით სახელი, ნაც ჯალათთა გასაჯანსაღებელი ისა რა ქვია ობიექტი. რა უბედურება ჯერ სააკაშვილი ღორს დაემსგავსა, კაცი მომაკვდინებელი სცენით იყო 50 დაიწერა დასკვნა რომ აქამდე უნდა მომკვდარიყო, კიდევ ერთხელ მე არავის სიკვდილი არ მინდა, მაგრამ დასკვნები იდო ისეთი რომ უნდა მომკვდარიყო აქამდე ეს კაცი. ეხლა ამ ქალთან დაკავშირებით, ამ ამაღლობელთან დაკავშირებით, ვითომ ეს რაღაცა დიდი რაღაც გაუკეთა ქვეყანას, ერთადერთი რაც გააკეთა პოლიციელ სილა გააწდა და ეს ამ დამსახურებით, ესე იგი ეს ქალი გააღმერთეს და ეხლა კომისია შეიქმნა ჯანმრთელობის შემსწავლელი და ამაზეც იძახია კვდება. თუმცა ფსიქოლოგიური ზეწოლა ყოფილა, რომ შევიდა იქ აიმაში კლინიკაში და საჭმელი დაახვედრეს, გესმით, გამობძანდა საიას ხელმძღვანელი და კიდე ვიღაცა ნაც ხლისტები და თქვენს რომ აიო ესო რა ქვია ფსიქოლოგიურად იძალადესო. თუ ამას თქვით დაურიგეთ საქართველოს მოსახლეობას და ასე იძალადეთ ყველაზე თქვენ. თუ საჭმლის დარიგება არის ფსიქოლოგიური ძალადობა, მაშინ ხო კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი ესე იძალადეთ დეტალს ხებზეც რა, თუ საჭმლის დარიგება თუ არის ძალადობა. არ ვიცი, გაოგნებული ვარ აიმითი რაც ხდება და მე ვფიქრობ რომ გარკვეულწილად დასკვნები არის გამოსატანი თუ რაც ხდება ეხა ქვეყანაში ძალიან ისეთი ადვილი გამოსატანი და მე ერთი რამე მიხარია რომ აი ეს უსამშობლოები ფაქტობრივად აი პირწმინდად დამარცხდნენ. გამოეცალათ ის ლობი, გამოეცალათ ის მხარდაჭერა, დარჩნენ გალოკილი თითებივით
ეხლა იმ ფული რაც მოაქუჩეჩეს დარწმუნებული ვარ პროკურატურა მიაცუნცულებინებს იქ პროკურატურაში იმ მებთან დაკავშირებით რაღაცა გარკვეულწილად რაში იშოვეს ეს ფული იმიტომ რომ პროკურატურა დაინტერესებს უნდა ამ ფულის წარმომავლობით რაში იღებდნენ ესენი ამ ფულს მოკლედ დღეს ამ თემებზე გვექნება ჩვენ საუბარი ჩვენს სტუმართან ერთად ბატონი ალექსანდრე კობაიძე სამართლის ექსპერტი ადვოკატი მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე მოგესალმებით ჩვენ საზოგადოებას პინდა სამართლის საკითხებზე ვმჯელობდით ეხლა აი ჩვენ სანამ თქვენ შემოგვიერთდებოდით რომ აი უკვე ფაქტობრივად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო სამართლებრივი დევნა იმ სტრუქტურებისა რომლებისგანაც ფინანსდებოდა ეს NGO-ები სახელმწიფო სტრუქტურებზე მაქვს ამერიკის საუბარი როგორ ფიქრობთ ეს რაზე გავლენას მოახდენთ აი ამ ადამიანებზე რომლებიც აი ძუძუს გოჭივით იკვებებოდნენ ესე იგი მიმჯდარები იყვნენ ამ ამერიკის ბიუჯეტს და მილიონებს ღებულობდნენ 10-15,000 ლარი კი არა დოლარი ქონდა თითეულ იმას რა ქვია აი ამ ადამიანებს ხელფასი და ჩვენ გვეძახიან ესენი აგენტებს და გვეძახიან მონებს და თვითონ მართლა მონები მართლა რა ჩვენ იდეისთვის ვიბრძვით ყოველგვარი რაღაცა საზღაურის გარეშე და ესენი თურმე 26 მილიონი 27 მილიონი ეს 1 მილიონი ითვლება 1000 ლარად რა ისე არის ეს 27-28 მილიონი თითქოს რაღაცა 28 ლარი იყოს აი რა სიტყვით როგორ შეაფასებით პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ თქვენი მოწოდებები რომ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები მომხდარიყო შეისმინა ხელისუფლებამ და ძალიან კარგია ეს ყოველივე რომ ბატონო ლექსონ ეტარიგრე ისმენდნენ ჩვენამდე ნუ ფაქტია რომ ისმენენ ფაქტია რომ ჩვენი გულის ტკივილი რაც არის ხოლმე ამ საკითხებზე ხდება აპელირება ბატონი დინარაძის გამოსვლაც სწორედ მაგას უკავშირდებოდა რომ ის მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივების დაინიცირება მოხდა პარლამენტში და გატანაც მოხდა ეს უკვე ნიშნავს იმას რომ უკვე აბსოლუტურად ჩვენ როგორც იქნა აი ამ USAID-ის კლანჭებიდან და მთელი რიგი ევროპული ფონდების კლანჭებიდან გამოვეცალეთ და მართლაც და ვიღებთ ისე სახელმწიფოს სადაც სუვერენული სახელმწიფოა და თვითონ წყვეტს მოკლედ როგორც თავის ხალხს წაადგება მოგეხსენებათ სულ ეხლა ხანს USAID-ის ფონდმა შეწყვიტა საქმიანობა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში და ჩვენ ამას წინაზეც ვსაუბრობდით, რომ კი შეწყვიტა, მაგრამ მაინც აგზელებენო, მაგრამ ესე არ დადასტურდა და დადასტურებული ფაქტია, რომ უკვე USAID-ის ფონდი ვერ გააგზელებს საქმიანობას, სანამ კონკრეტული მენეჯმენტი არ შეიცვლება იქ და მოგეხსენებათ მასკმა მათ უწოდა რომ კრიმინალები მართავენ და ალბათ საგამოძიებო უწყებებიც ჩაერთვებიან აღნიშნულთან დაკავშირებით მე გულისხმობ თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ძალიან საინტერესო იქნება იქ მთელი რიგი რა გამოიკვეთება და რა არ გამოიკვეთება თუმცა ფაქტია რომ როდესაც ჩვენი სახელმწიფოს მაგალითზე რო ვისაუბროთ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ევროპის თუნდაც ევროპის განვითარების ფონდზე ან ევროპის დემოკრატიულ ფონდზე თუნდაც თუ საუბრობთ USAID-ზე ამერიკის განვითარების ფონდზე ჩვენ უნდა შევხედოთ და ვისაუბროთ რომ სად მიდიოდა ეს თანხები და ვისთან მიდიოდა კარგი იქნება რომ ამ საკითხებზე ხმამაღლა დაიწყოს საუბარი და ძალიან კარგია რომ ეს აქტუალური გახდა ძალიან კარგია რომ გაიშიფრენ ეს ადამიანები ვინც საქართველოში მილიონობით ლარს იღებდნენ თქვენ წარმოიდგინეთ და ეს ადამიანები ჩვენ მოძღრავდნენ ეს ადამიანები ჩვენ ჭყალებში გვასწავლინენ და გვეუბნებოდნენ თურმე როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი დღის წესრიგი გვითითებდნენ რომ რა იყო კარგი და რა არ იყო კარგი რომელი საკანონმდებლო ნორმით უნდა გვეხმძღვანებოდა და რომლით არა და თქვენ წარმოგიდგენია თურმე ეს უცბად ეს აღმოჩნდა ტყუილი და ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში რასაც ჩვენ ვიძახდით ჩვენ ტყუილში გვაცხოვრებდნენ USAID-ის ფონდი და მთელი რიგი ეს ევროპული ფონდები გვაცხოვრებდნენ ტყუილში ჯერ კიდევ არ ვიცით თუ რას ხმარდებოდა რა თანხები იყო აკუმულირებული წინა საარჩევნოთ ევროპის დემოკრატიული ფონდის მიერ საქართველოში წინა საარჩევნოდ რა სახსრებით
ესე ვთქვათ, რა რესურსი იხარჯებოდა. ჯერ კიდე საზოგადოებამ არ იცის და კარგი იქნება, რომ ამ საკითხზე ბრიუსელმა ხმამაღლა ილაპარაკოს, როგორც მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუბრობს. ამიტომ ეს ერთობლიობაშია განსახილველი ეს საკითხები და თქვენ დაინახავთ, რომ რამხელა ესე ვთქვათ, საზიზღრობასთან გვაქვს ჩვენ კავშირი და როგორ უნდათ ჩვენიდან ესოთ ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ და რაღაც ექსპერიმენტულ რაღაც მანქანაში მოხვედრილიყო ჩვენი სახელმწიფო. და ძალიან კარგია და მადლობა სახელმწიფოს ჩვენს ხელისუფლებას, რომ მოწოდების სიმაღლეზე დადგა და რაღაცა მართალია ძალიან ბევრი, ძალიან რისკის ფასად, კონკრეტული პიროვნებების ფასად დაგვიჯდა და მათ ფაქტიურად საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი და საკუთარი ინტერესების ფასადაც კი, რომ ჩვენი სახელმწიფო დღეს იქ მდგარიყო, სადაც დგას. თორე ჩვენ ერთ-ერთი ექსპერიმენტული სახელმწიფო ვიქნებოდით, როგორც აი ამ 30 წლის განმავლობაში და რო კითხო USAID-ს და იმ ფონდებს, რომელიც მე ჩამოთვალე, თურმე ჩვენ უნდათ რომ ჩვენი მარცხაჯულება განვითარებულიყო, ჩვენი მასმედია განვითარებულიყო, ამაში დებდნენ ფულს, ადვოკატთა ასოციაცია განვითარებულიყო და რაღაც ტრენინგებს გვიტარებდნენ და გვასწავლიდნენ რაღაც კონკრეტულ ნორმებს, თურმე ეს ყველაფერი აღმოჩნდა ფარსი. ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებდნენ, რომ რეალურად თავისი იდეები, თავისი ეს მერკანტილური მიზნები გაეტარებინათ და როგორც უნდათ ისე ეხემძღვანელად იმ ხელისუფლებების მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობდნენ და არსებობენ. ეს არის ფაქტი. როგორ შეიძლება ჩვენ დღესდღეობით დავუჯეროთ USAID-ის დაფინანსებული, ესე ვთქვათ, ლეკვების და იმ ადამიანებს, რომლებიც მილიონობით ლარს იღებენ, ბატონო ნიკოლოზ, მილიონობით ლარს იღებენ, თქვენ წარმოგიდგენიათ და ესენი ჩვენ მოძღვრავენ და გვეუბნებიან, ერთი ხელის მოსმით გვეუბნებიან, რომ იცით რა, პოლიციას თუ გაარტყავთ, ეს არაფერი არ არის, ეს ნორმაა, არაფერი არ მოხდა და ესეთი ადამიანები გმირები არიან, მაგრამ მეორე ხელით გეუბნებიან, რომ იცი რა, შენ მაღალი სტანდარტებით უნდა იცხოვრო და მაღალი სტანდარტებში გულისხმობენ, რომ აი მაგალითად თუ შენი ოჯახის წევრი, ესე ვთქვათ, რაღაცა მაგალითად ეგრეთ წოდებული ტრანსგენდერი ან გაუკმარტებული ცხოვრების ცხოვრობს, ეს მერე რა მოხდა, ეს არაფერი არ არის. და არანაირი კანონმდებლობა არ უნდა იყოს დაშვებული და მერე რა მოხდა თუ ჩვენს ქვეყანაში მაგალითად ეგრეთ წოდებული უმცირესობა გამოვა და მარშებს წაართავს. აი ამას გმოძღრავდნენ და ამას ქადაგებდნენ აი ამ 33 წლის განმავლობაში. სხვა არაფერს. ეს იყო მათი ძირითადი ამოცანა. იმიტომ იხარჯებოდა უამრავი ფული, იმიტომ იხარჯებოდა უამრავი ადამიანური რომ როგორმე თავიანთ ბინძურ საწადელს მიეღწიათ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, ძალიან ბევრი გადაიხადეს კონკრეტულად პირობებმა და ისტორია რო გავა, დარწმუნებული ვარ, რომ თავისა სიტყვის ისტორია და შეაფასებს, რომ აი ეგრეთ წოდებული სანქცირებული ადამიანები ბატონი ბიძინა ივანიშვილის თამადობით, რომლებიც არიან მათ კისერზე გადაიარა, აი მათმა აგრესია, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სოდომი და გომორრი ყოფილიყო და ექსპერიმენტული ქვეყანა ყოფილიყავით, მაგრამ მათ ეს არ დაუშვეს. ეს არის ფაქტი. აი ხა თქვენ ლაპარაკობდით პოლიციის მიმართ ძალადობაზე და ერთ-ერთი პიროვნება არის იქ დაპატიმრებული და რომელმაც აი ეხა კადრებში ნახავთ თქვენ როგორ იძალა და მან პოლიციელზე რა ეს არ ვიცი აი ეს რო გაეკეთებინა ამერიკაში ვინმეს ადგილზე დახვრეტდნენ აი ადგილზე დახვრეტდნენ პოლიტპატიმარი ხო პოლიტპატიმარი აი მანახოთ ეხლა ხო აი ეს პიროვნება მეგობრებო ბანაკო
აი ეს პიროვნება გამოაცხადეს პოლიტპატიმრად. და რატო გაამკაცრეთო სანქციებიო პოლიციელების მიმართ ჩადენილ ძალადობაზე. გესმით თქვენ ხალხო? ესე იგი პოლიციელებს უნდა ურტყან და ამას უნდა და ეს თრიალეთის კოდალა ესა გამოვიდა იმ დღეს. და ესე იგი აი რეები ლაპარაკა, აი ეს კაცი რატო არზის სიღეში კიდე ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი. აი ნახეთ ეხლა როგორ აფასებს აი ამ ცვლილებებს საკანონმდებლოს. აი მოусმინოთ. მაგარი სტატუსი დაწერა ზურამ დღეს Facebook-ში. თმენის ვალდებულება რა არის, რომ შეურაცხყოფას რომ მოგაყენებენ და საჯარო პირი ხარ, ხო? უნდა მოითმინო და ანუ თუ თმენის ვალდებულება აღარ ექნებათ, რომ თუ შეგაგინებენ აღარ არის ვალდებული რომ მოითმინოს, აბა ისი თმენის ვალდებულება დაგჭათ PCPC-სო? ნახე და ძალიან მაგარი სტატუსი დაწერა. აი მართლა ეს PCPC მან მოიტანა რა ქვია თეატრ ლუკიანმა რო უთხრა იმ ჟურნალისტს და წადი შვილო მართლა PCPC ქენი მართლა მარა შენ ბოდიში და იცით რა არის თქვენ მართლა გადასაყენებლები ხართ რა სერიოზულად უკვე რა მაგის თავიც არა გაქვთ არაფერი თქვენ თავი არა გაქვთ ეს არის არაკაცი ეს ამას კაცობაზე რო შეიძლება პრეტენზია კაცი მივარდა აი კაცობაშიც ვაშკაცობაშიც თუ ჩხუბი არის ესე კი უნდა მივარდე რაც ამან პარლამენტში იკადრა და დინარაძეს დაარტყა მივიდა კაცი სიტყვით გამოდიოდა ესე მუხანათურად დაარტყა მერე იქ მიმასთან პოლიციასთან ეხა გამოდის და ესე იგი თურმე რაღაცმენის ვალდებულება არისო ეგო თუ არ იმას ვქენთ ესე იგი ამათმა უნდა გაულაწუნონ ვიღაცას გამოულაწუნონ იქ ვიღაცა უცხოეთში რო იქნება უნდა აგინონ და ეს უნდა ითმინო აბა შენ როგორ გინდა ხელის თუ ხარ უნდა ითმინო კი არა მართლა უნდა ეხა აი ბელორუსზე რო ლაპარაკობთ ხო აი ეგ რო ბელორუსში ვინმე გააკეთოს დედაბუდიანა გაგასახლებენ იმ ქვეყნიდან რა დედაბუდიანა რა და იმიტომაც არის წესრიგი დამყარებული ქვეყანაში აი ესეთი არაკაც რა უნდა იმაში და მე გიждები ეხა აი რატო შეიძლება როგორ შეიძლება ეს კაცი დაჭერილი არ იყოს რა ჯერ იმ ალიევ იმაზე კაცო ის რო არის ბაბაევზე ალი ბაბაევზე ხო იძალადა ხო იძალადა იმ კაცზე მე დინარაძეს რატო არის ეს კაცი გარეთ ვერ ხვდები მე ნუ ეხა გარეთ გირაუთია ეგრე რა მნიშვნელობა რატო გირავ რატო შეუფარდეს რომ აგძელებს თავის საქმიანობას იგივეს ხო ხო ნუ ვერ გავიგე მე ვერ ხვდები ვერაფერს რა იცით რა არის ბატონ ნიკოლოზ ეხა თუ პოლიტიკურ ჭრილში შევაფასებთ ამ ყოველივეს ეხა ელისაშვილის ნებისმიერი მოქმედება საზოგადოებისთვის მე გულისხმობ მასებს გულისხმობ საზოგადოებისთვის არ არის ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ყველა მიცის რომ ეს კაცი გადაისხრა მასხრად არანაირი მისი კონკრეტული პოლიტიკური ესე ვთქვათ რაღაცა ინტელექტუალური შესაძლებლობები მას არ გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ გადასულია აი ამ ჯამბაზობაზე რა ჯამბაზობას გააჩნია ვერ დაგეთახმებით ბატონო ალექსანდრე უყურეთ ვერ დაგეთახმებით ამაში და რატო ეხლა როდესაც უბრალო ადამიანი უყურებს აი მაგალითად ეს ეგრეთ წოდებული ეს ენჩენზი თაობა აგერ ადგა კაცმა დაარტყა იმას პარლამენტის უმრავლესობის ლიდერს ხო ეს არის გადამგდები შენ როცა ამას არ იჭერ უკვე ამ ადამიანს მე უკვე სხვაც ამას გააკეთებს ადგება და ქუჩაში მიაძახებს იმ პარლამენტარს მონა რუსო გესმით ანუ თითეული დანაშაული უნდა აღიკვეთოს პირველივე ფაქტი როცა პარლამენტში მოხდა შეიძლება ეხა მამუკამ დინარაძემ აპატია მას მაგრამ ჩვენ არ ვაპატიებთ მე პირველივე ფაქტზე გასაგებია ლაპარაკობთ ძალიან ერთ-ერთი პოსტი შემდგა Facebook-ში ესეთი რა რომ უკრაინაში როდესაც ჩავიდაო ესა რა ქვია უკრაინაში როდესაც ჩავიდა ანჯელინა ჯოლი 20 მილიონი გადაუხადესო სილვესტრ სტალონი რო ჩავიდა 8 მილიონი გადაუხადესო ჟაკ ვანდამი რო ჩავიდა 1.5 მილიონი გადაუხადესო და ელისაშვილი რო ჩავიდა არაფერი გადაუხადესო და ამით ყველაფერი დათქვაფია ბატონო ანჯელინა ჯოლი სადარებს ამ მახინსა ხოდა თქვენ ანუ ვირის ეხლი არ უნდა გეტყიდო ბატონო ვის სადარებს ხოდა არა თქვენ ანჯელინა ჯოლი საქართველოში რო ჩამოიყვანონ აკაცფული გადაუყადო 60 წლის ანჯელინა ჯოლი ჯობია ამ მათხოვრებს ეხლა იმას რო შეხედო მაგალითად მისი რაობა მისი იქ ვითომ და ანუ ზოგადად მისი ეს კონკრეტული ქმედებები არ არის მნიშვნელოვანი მაგას ვიძახი საზოგადოება ანუ ვერ გზნობს მის რო რაღაცა პოლიტიკური გასაგებია მაგრამ ხო ხტებით მე რისკბამიდა მე გეუბნებით რომ იმისი მოქმედებები არ არის ღირებული აი მაგრამ ეხლა არ რეაგირებს საზოგადოება არ ჯეზის თაობა გასაგებია მაგრამ
ძველგაზრდილები არც ახალგაზრდები ბატონო. ეხლა ერა ერთი რამე არის უყურეთ ეხლა თქვენ ეხლა კვაჭაძე რო არის ხო იცი ისა განებე სულელია ის კვაჭაძე კვაჭაძე მაიღო დისერტაცია სულელია მე გახდება მინისტრი და კვაჭაძე და აი კვაჭაძეს მაგო აშუაშა დანაშაული ჩაედინა და ეხლა ანჯელინა ჯოლიზე გამახსენდა კაცო ეს ანჯელინა ჯოლი 70 წლის რო გახდეს ეგ ანჯელინა ჯოლი მირჩევნია აი ამ ახიჯ ნაციონალებს რომლებიც გამოდიან იქა და რას გვანან ერთი მაინტერესებს ეს უბედურები ესენი როგორი ქცევიან და ერთი გამახსენდა აი ამ ბოდიში და აი მე არ ვიცი ამ მეძავებზე ერთი ხალი გამოვიდა მიტინგზე და აი რაც ამან იხმარა აი ამ დღევანდელი ოპოზიციის ლიდერების მიმართ აი 100% ეხმარებით ეს არის უკვდავი კლასიკა ეს ადრინდელი გამოსვლა მაგრამ ეს არასდროს არ მოძველდება მეგობრებო აი დოდო გოჩალეიშვილი გამარჯობა სუყველას გენაცვალეთ რომ მოგძანდით ეხლა რა ხდება პენსიონერებს მაცხრად იგდებენ სოციალურებს უხსნიან ეკა ბეცელია და გუგული მაგრაძე სათავეში რო დგას ეს ბოზები ეხლა ბოდიში და აი ეს ხალხი რო გამოყავთ ეხლა იმ მიტინგებზე ეს ნაციონალებისა ეხლა რატო გამოყავთ ეს თქვენ რო ასე თვლით რომ ეს ადამიანები ასე იქცევიან თქვენი ლიდერები რატო გახდნენ მე ხა უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევ და არავის ლოგინში არ ვიყურები სიმართლე რო გითხრა და ღმერთმა დამიფაროს მაგათ ლოგინში ვიყურო იმიტომ რომ არ იქნება ძალიან სასიამოვნო სანახავი მაგათ იყურება იქ ამარა ბიჭო აი ეს ხალხი რო ბოზებად მოგნათლეს და რა ვიცი კიდევ რბილინა თქვამია ბოზებად თქვენი მონათვლა მაგრამ მაინტერესებს ეხლა თუ რატო ყავთ ეს ლიდერებად ეს თვალთხარიები აი ეს ბოდიში და რაღაცა გოგი შვანიძესთან მოსიარულე ხალხი ეს დოიაშვილი სად არის ეხლა რა ვიცი ვიღაცამ გადაიღო რაღაცა ვიდეო გამომიგზავნა დოიაშვილი სადღაც გამოდისო და არის ეს ხო არ არის ეს კაცი con el permiso de mi compañera porque esta gala tanto la gala de transformismo დოიაშვილი აი ეს არის შენი მომავალი შენ აქ არაფრად არ ვარ გიხარ და აი ესე გამოხვალ აი ესე აჟურნი კალგოტკებით და აი აქ წარსდგები LGBT ფესტივალზე იმიტომ რომ შენი მომავალი ხა იმ თეატრში კარგად ვიცით როგორ მოხდი ეს სააკაშვილმა დაგაწინაურა ალბათ იმ 24000 ფაილის მისი Megis Pictures-ის ერთ-ერთი ისა ხარ რა ქვია მთავარი როლის შემსრულებელი აი მეგი ქარდავამ რო გადაიღო ფილმები 24000 სერიანი ერთ-ერთი მთავარი გმირი აი ამ 24000-იან ფილმში შენ ახარ იმ Megis Pictures-ის ფილმში და ალბათ ეხლა მოგიწევს აი მისი ხო იცით აი ამ ადამიანის გავსად წარდგობა და რა ვიცი რო გპირდებოდი აი განახებ ჩვენ რა ვარო სად ახარ აქ ხო არ ახარ ამ კაცთან ერთად ხო არ გამოდიხარ იმ კალგოტკებით იქა რომელიმე სცენაზე იმ ბესელიასთან ერთად და სხვებთან ერთად ხო არ გამოდიხარ იმ გოგი შვანიძის დუქანი ერთი ისიც ვაფშე გოგი შვანიძის დუქანი სად არის თქვენ იქით ხშირად დადიხართ ხოლმე ხა არ დამყოფი არა მე არ ვიცი ხა ეს გოგი შვანიძის დუქანი სად არის მაგრამ ძალიან ისეთი ცუდი ამბები ხდება თორმე და რა ვიცი საკითხავია ეს მოვიკითხოთ ეს ხალხი და თქვენ რომ მე მაინც არ გეთანხმებით ბატონო ბევრ რამეში გეთანხმებით ბატონო ალექსი მაგრამ არ გეთანხმებით იმაში რომ თითეული დანაშაული უნდა აღიკვეთოს სულელმაც რო ჩაიდინოს გასაგებია ყველა თითეულ სოფელს ერთი სულელი არ ალამაზებს გესმით ნათქვამია რომ თითო სოფელს ერთი სულელი უნდა ყავდესო მაგრამ ამდენი სულელი ძალიან ბევრი არის ჩვენი ქვეყნისათვის უკვე ბევრი მოდის და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სულელი არის აი ეს კაცი კიდე რომელსაც მე ვფიქრობ უკვე ამას ისიც ვეღარ უშველის ავლი ზურაბაშვილი ნახეთ რა სლაპარაკია დაბადებული არ იყო მე ეროვნულ მოძრაობაში მე არავის არ მოუყვანი ვარ მე თვითონ მოვედი ეროვნულ მოძრაობაში შენ ღერთმა მოგიყვანა ჩვენ იმას რა ქვია ქალის აქსესუარებს ყიდდა და რაღაცეებს სორი ხარ ვარიგობდა იქა ის რო უბამს ხარს ის აქ უბარდია
ესე იგი მე გეტყვით აქ როგორ დამთავრდება ბოლო სერიაში აქ და გუბაზე გაიპარებიან და დაქორწინდებიან. აი ეს იქნება ის ბოლო სერია რა. ისე უკრავს თავს და ეს გუბაზა ხშირი სტუმარი არის ამ აქუსი რომ ის ცოლის მიერ დაჭრილი აკუბარდია უკანალში. ეს უკანალში რატო ჭრიან ერთმანეთს? იმ რა ქვია ის გრიგორიადისი რო იყო მამა დაჭრა. ეს აკუბარდია ცოლმა დაჭრა. ეს უკანალში რატო ჭრიან მაინც ეს რა ფენომენი არის რა? და მე რაღაც სხვანაირად მოქმედებენ. ჰა? სხვა რამე ხო არ ხდება აქ დაჭრილები კი არა, სხვა რამე ხო არ არის თქვენ თავს და სამარცხვინოები ხართ. აი ესე სახე როგორ უნდა დაკარგოთ? აი ეს კაცი, აი ეს ღორი. აი ეს რაჭული ღორი როგორ შეიყვანეს პარლამენტში რომ ღრუტუნებს რა მილიონი ვერ შევა და გამწარებულია ეხლა და 1000 კი მაგრამ შენ დალოცვილო თუ ამდენი იცოდი ბიძინა ივანიშვილზე რა გიდოდა ქართულ ოცნებაში მაშინ რატო შეხვედი ქართულ ოცნებაში და რო დადიოდი რაიონ და აუ ბიძინა ივანიშვილმა ეს გააკეთა ბიძინა რატო ლაპარაკობდი ამას თუ ეს ინფორმაცია გქონდა რომ რაღაცა სადღაც რამეს ბიძინა ივანიშვილი ვითომ შენი აზრით რაღაცას აკეთებდა უკეთურობას მაგრამ შეუკეთურო შენ ახარ პრასტიტუტკა როგორც ის აკუფარდია პრასტიტუტკა რომ მივიდა ბიძინა ივანიშვილი კაცი ეგონა და რაღაცა დაფინანსებას გამოუყო ამ აკუბარდიას და დარჩა იმის რა ქვია სალობიეთ და ბუტკად იმისი რო თქვა ჯიმან რა ქვია ნათელაშვილმა ლახანკაში ფეხები ქონა ჩაყოფილიო მეც ვარ ნამყოფი შემწრე მაგ ყველაფრის ერთი პერიოდი დავდიოდი მაგ სტუდიაში და ვიცი რაც ხდება რა და შენ დააჭერინე კიდე აი ეს პატიმრები რომლებიც მე წავიდნენ ეკლესიის თემაზე რა მაგ კუთხით ხო კარგად გვახსოვს ეს არარაობები ესენი, ეს ღორები ესენი რა. სხვათაშორის მაგ თემაზე რახან დღეს ელისაშვილის მიუძღვენით ეს გადაცემა. არა, ელი ღმერთმა დამიფაროს კაცო. ელისაშვილის გადაცემა რომ მიუძღვა რას ლაპარაკობს? მაგ აქ რომ დააჭერინა ის ბავშვები, ელისაშვილი იყო მთავარი მოწმე. რაღა ბავშვები, რასული ხალხი იყო. ხო, ნუ ბავშვებიც იყვნენ მან და ნუ რასული ხალხი კი ბატონო და ლევა ჩაჩუა იყო, შოთა აფხაიძე ხშირად თქვავს შესტუმრად. კი და ერთ-ერთი იყო ელისაშვილი იყო მთავარი მოწმე, რომ უდასტურებდა რომ ნამდვილად ამ ადამიანმა რაღაცა შეჭრა და კრიმინალი ჩაიდინეს და რა თქმა უნდა რეალობას არ შეესაბამებოდა, მაგრამ ნუ ეს იყო ფაქტი და მოცემულობა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ანუ ეს ცხოვრება კარმა რა და უკან უბრუნდება ამ შემთხვევაში ბატონ ელისაშვილზე მაგ საუბარი არ შეიძლება ადამიანი ესე დააჭერინო, ცრუჩვენება მისცე, იმიტომ რომ აგერ ხო ხედავ ეხა მიუბრუნდა უკან და თვითონ იძახის რომ მე ცრუ ბრალდებით ვარ ბრალდებულიო და ამიტომ არის რომ ჯობია რომ კარგი საქმეები აკეთოს და დაანებოს ამ ხელების ქნევას და რეალურად იფიქროს მართლა თუ პოლიტიკოსობა უნდა რომ ხალხს როგორმე ემსახუროს და არა ისე როგორც რაღაცა ცირკის მასხარასავით ხან სად დადის ხან ვისთან ერთიანდება და ხან ძალიან ცუდ სიტუაციებში იგებს ხოლმე თავს მაგალითად ხაზარაძეს რომ ბოდიშები უხადა რა ეგ იყო ჩემთვის ყოველად ამორალური პოლიტიკოსის საქციელი ჯერ კაც რომელსაც შენი იდეოლოგიურად ნაღმდეგები რა ვიცი ყველანაირად და შემდეგ იქ რაღაცა გეხარ და ბოდიშებს უხდირო თურმე ეს მევახშე და ეს უცხოური აგენტის გამტარებელი პიროვნება თუ როგორი კარგი ადამიანია და მასთან ერთად თუ როგორი მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ყოფნა და ესეთი მარაზმული განცხადებები რა თქმა უნდა აკნინებს ადამიანს და აი კახელმა რო უთხრა ბატონ ნიკოლოს რომ არ ნუ ხო ხდებით არ ხო ჩაიჯვიო თუ რაღაცა ხო დიახ და იქ მოვიდა პოლიტიკურად ბატონ ელისაშვილს და ეს არის ფაქტი არა მარტო მაგას არ მოვიდა ეხა მე ვფიქრობ აი ცით რა არის ეს ჟურნალისტობა ბევრს გონია ინდულგენცია და იმუნიტეტი რაც შეეხება ჟურნალისტობას ეხა ძალიან კარგი ინიციირება თქვენ ხო მოგცეს კაპიტნობა ის ხო კი მე ამ ტემ პირველმა დააჯილდოვა ლექსობა და ტემ პირველის ხაისმა უკვე დააჯილდოვა ვერინელებენ რომ ხელისუფლებას ну ამას ვიძახდი და ეხაც ღიაც ვიძახი რომ არჩევნებში ვეხმარებოდი ხელისუფლებას იმიტომ რომ იმაჩნია რომ ხელისუფლება სწორ გზას ატარებს და ამაგ დასამალე არაფერია სწორი კურსი აქვს სწორი საგარეო კურსი აქვს სწორი საშინაო კურსი აქვს და რა თქმა უნდა ხელი უნდა შეუწყო ესეთ ხელისუფლებას ოდესაც შენ ხედავ რომ სწორ გზას და სწორ პოლიტიკას ატარებს შენი ხელისუფალი ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად ამ ჟურნალისტური თემა ძალიან მნიშვნელოვანი თემა წამოიწია ბატონ ნიკოლოზ და სულ მაგას ვიძახი რომ როდესაც საკითხი ეხება ჟურნალისტურ ეთიკის სტანდარტებს ეს არის მნიშვნელოვანი და ის ბრიტანული სტანდარტი რაც არის
რომელსაც ჩვენ ვაპირებთ რომ მივიღოთ ეს კანონმდებლობაში ავსახოთ, სწორედ ეს სტანდარტი, ანუ ობიექტურობა, მაქსიმალურად იქნება ობიექტურობა. ჟურნალისტი ვეღარ მოახდენს აპელირება, რომ იმან თქვა, დაუშვათ თქვენზე ვიღაცა იძახის, რომ ვიღაცა პირობითად ვსაუბრობ, ვიღაცაზე იძახის, რომ თაღლითია. ვერ იტყვი ჟურნალისტი ამას. ეს არ არის ობიექტურობა, იმიტომ რომ შენ კიდე არ გინდა ქვეცნობიერში გამახსოვდება, რომ იმაზე ნეგატივი. და ამას ვეღარ იტყვის. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ სტანდარტი ეს უნდა იყოს. ობიექტურობა დღეს რომ საზოგადოებას მართლაც და ეს არხები ტვინს ურეცხავენ და ეუნებიან რომ აი აქციაზე გამოდით და ჩვენ გადავკეტავთ და ამით არაფერი არ მოხდება. აი რომ ეუნებიან და შემდეგ ფაქტია რომ ეს ბრმაი არაღათ აქცევენ ამ ადამიანებს. ასე ჩვენ წინა გადაცემებზე ჩვენ წინასწარმეტყველებდით სხვათა შორის ბატონ ნიკოლოზ რომ არ უნდა გადაკეტილიყო ეს მაგისტრალი, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრს დააკავებდნენ და ეგრეც მოხდა. დააკავეს კიდევაც ხო? დააპატიმრეს ეს ახალგაზრდები და აი ესე ბრმაი არაღათ ამ პოლიტიკასა გამოიყენეს. ამიტომ ჟურნალისტებს დიდი ღვაწლი აქვს. უნდა ჟურნალისტმა უნდა გამარტოს რას ნიშნავს პოლიცია რო გამოდიოდა და იძახდა რომ შეიცვალა და წაიკითხეთ კანონი რომ მაგისტრალის გადაკეტა სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს უნდა ამის აპელირება უნდა მოეხდინა ტევ პირველი იქნება თუ ნებისმიერი არხი რა მნიშვნელობა აქვს. აი ეს არ გააკეთეს მათ და შეგნებულად შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში და ეს აღარ მოხდება და ძალიან კარგია რომ სტანდარტი გაიზრდება და ყველაფერი იქნება მაღალი სტანდარტით. ეს არ შეიძლება რომ მე რაც მინდა ვლაპარაკობ და სიტყვის თავისუფლება თავდება იქ, სადაც ჩემი თავისუფლება იზღუდება. არა, მე ერთი რამე ფაქტი. ამიტომ მე თქვენ მოგიწოდებთ იმ ეგრეთ წოდებული კრიტიკული მაუწყებლებს რო ეძახით თავს რომ სტანდარტი უნდა აწიოთ. არ შეიძლება ბატონ ნიკოლოზ ვიხმარ ამ სიტყვას რა, არ მიყვარს, მაგრამ დედას იგინებოდნენ, ანუ წამყვანი ჟურნალისტები რომლებიც ზიან და რაღაცა მოძღვრავენ, დედას იგინებიან საჯაროდ, თუნდაც სოციალური ქსელების მეშვეობით დედას იგინებიან და შემდეგ ესენი ხედან ტელევიზიებში და მაღალ რაღაც მატერიალებზე გვესაუბრებიან. ეს არ არის სტანდარტი. გაგცეთ პასუხი და ძალიან კარგია რომ ამ სტანდარტის ამაღლება ხდება და საკანონმდებლო დონეზე ხდება ამის ყოველივეს დახვეწა. იმიტომ რომ ეს სტანდარტი არ ქონდათ მანამდე. ეხლა უკვე გაიცხრილება ყველაფერი ბატონ ნიკოლოზ, აი მაგალითად ის იმას უყარს ხოლმე გინება სოციალური ქსელების მეშვეობით, რა გვარია ის კაცო ფორმულას წამყვან ვახოსანაია იქნება თუ სხვადასხვა ჟურნალისტები რომლებიც არიან აი ეს ადამიანი დაცვით კიდე დადის ისე? არა, მე მგონი აღარ დადის, მაგრამ რა მნიშვნელობა, ანუ არა, სახელმწიფომ დაუნიშნა დაცვა. ვიცი, დიახ და მაგრამ ეგ საქმე ხომ მორჩა და აღარ დადის და ამიტომ ეს ადამიანები ვეღარ ესე ვთქვა დედის მიმართულებით ვეღარ შეიგინებიან, იმიტომ რამე რო უთხრა რომ დედის მიმართულებით რო აიგინებიან, მე აქეთ შენ გამოხარ მოძალადე. ამიტომ ეს სტანდარტიც გაიზრდება და ესენი ვეღარ შეძლებენ აი ესე შეურაცხყოფას საზოგადოების და ვეღარ შეძლებენ იმას რომ საზოგადოება აი ამ მდგომარეობაში მიიყვანო. წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე ამოქმედება სანქციები. და სანქციების შიში დარწმუნებული ვარ რომ ისინი ესე ვთქვათ ცოროებში ჩაძვრებიან და არავითარ შემთხვევაში აღარ მიეცემათ ქართველი ხალხის ესე ვთქვათ გინების და ბულინგის შესაძლებლობა. კი ბატონო და ეხლა მე ერთ რამეს ვიტყვი რა, მე აი ფიქრობ, მე ჩემ მეტყობა მე მისმენენ ესენი და ბევრ ცვლილებები რო ხორციელდება საკანონმდებლო, მე აი ერთი კიდე რა მინდა რჩევა მივცი ამ ხელისუფლებას. წესით ამ ადვოკატთა ასოციაციამაც უნდა იაქტიუროს ამ ნაფიცსაჯულებით რო წავჭამეს ტვინივით, რომ ნაფიცსაჯულების გარდა პრობლემა არ იყოს საქართველოში. ადვოკატთა ასოციაცია უნდა იყოს აი ამ საკანონმდებლო ინიციატივების ინიციატორი, რომელიც ჭირდება ქვეყანას. აი ხა თქვენ რო ჩირქი მოგცხესი იქ და ბევრს მოსხეს ჩირქი. საქართველოში რომ იყოს გამართული სასამართლო სწრაფად იხილებდეს პირადი აი მაგალითად პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხები რო იხილებოდეს სამოქალაქო წესით სწრაფად და ოპერატიულად, მაშინ ყველა შეიტანდა საჩივარს და აღმოიკვრებოდა ეს. ეხლა უყურე შენახეთ, თქვენ ხო მოგაყენათ ამათ რო შეიტანო 3 წლის მერე დამთავრდება პროცესი, კაცისთვის არ ემახსოვრება ეს. ამიტომ როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად ის მუხლები რომელიც არის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს იხილავს საქმეს სწრაფად სასამართლო, პატივი და ღირსების შელახვა არ არის ყაჩაღობა, ქურდობა, მკვლელობა. ეს არის მარტივი საქმე და მეთანხმე. უნდა მოხდეს მისი მარტივად მოკლედ ძალიან სწრაფ ტემპში განხილვა და უკვე საქმეების მოიმატეს. სხვათა შორის ბატონ ნიკოლოზ
უნდა აღნიშნოს, რომ ის, რასაც ჩვენ საუბრობთ, სოციალურ ქსელებში ნებისმიერი ინფორმაციის გაჟღერება დაშადი ხდება, ეს არის ძალიან კარგი. ხო და ამას ვიძახი ესეთი პრეცედენტიც იყო ეხლა ხანდა ძალიან კარგია, მაგალითად ორი ყოფილი პოლიციელი რო დაისაჯა პოლიციელის მიმართ, რომ ბატონის კი ბატონო მაგაზე მივესალმე. ეს არის ძალიან პოლიტიკა, რომ ანუ არ უნდა ხდებოდეს სოციალური ქსელების მეშვეობით შეურაცხყოფა, გეთანხმებით. იმიტომ რომ დღეს ჩვენ 21 საუკუნეში გინდა არ გინდა სოციალური ქსელებში ვართ გადასულები. ამიტომ აქ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი. უნდა ჩაერია. კი ბატონო, დავსვი, აი ეხლა მე რას ვამბობდი, მაგაში გეთანხმებით, რომ სოციალური ქსელი არის ქუჩაზე უფრო ფართო მასშტაბის. იმიტომ რომ ქუჩაში შეიძლება ორი კაცი იდგეს, კაცმა მიაყენოს ვიღაცა შეურაცხყოფა. სოციალურ ქსელში რო ილანძღება ადამიანი, ამას უყურებს მილიონი ადამიანი. და ამიტომ ამ კუთხითაც უნდა გამკაცდეს და კიდევ ერთხელ მეორე პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები და პატივი და ღირსების შემლახველი აი როდესაც აი ამ კუთხით საქმეებს იხილავს სასამართლო, სწრაფად უნდა ხდებოდეს ამის განხილვა და მოიმატებს მერე სარჩელებიც მოიმატებს და პრობლემაც აღმოიფრება, იმიტომ რომ ეხლა მე მაგალითად საქმეს ვიხილავდი მოვიგე და 9 წელი გრძელდებოდა. ეხლა 9 წლის მერე ვის ახსოვს ეხლა ის რომ ამან იმას დააბრალა და დამთავრებულია ეს ყველა. ბატონო და ნახეთ აქ მე რას ვიძახი საზოგადოების რო გასაგები იყოს, კარგი რა არის? კარგი ის არის რომ უკვე ნებისმიერი დაუშვათ შეურაცხყოფელი პოსტზე შეუძლია სამართალდამცავ ორგანომ მოახდინოს რეაგირება. ეს ნიშნავს იმას რომ ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსი ამოქმედება და ჩოულებრივ მოეთხოვება მას პასუხი როგორც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში შეურაცხყოფა. ანუ ეგრეთ წოდებული 166 მუხლი ან წუნმანი ხულიგნობა. ეს არის ხო რომ მიაძახებენ მაგალითად წუნმანი ხულიგნობა. ხო ეხლა მაგალითად რომ მიაძახ მე ვფიქრობ მათ ხო და ეს უკვე ამოქმედა კი ბატონო ძალიან კარგია ეს კი ამოქმედა. ამიტომ პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებით უკვე სახელმწიფო რო ჩაერევა ეს უკვე პრევენცია. გასაგებია, მაგრამ უყურეთ რა ხდება ზოგჯერ არის რომ პიროვნებებს შორის არის შიდა ისა მაგალითად გამოვიდა პუბლიკაცია ტელევიზორში ვიღაცამ მაგ დროს სახელმწიფო არ ერევა. მაგ დროს პიროვნება ერევა, ხვდებით საქმეში. მაგ დროს პიროვნებამ უნდა როდესაც შეიტანს არჩევს, უნდა სწრაფად განიხილოს და აქ ეთანხმებით რაც ხდება და ამ ჟურნალისტებზე კიდე ეს ჟურნალისტებიც კიდე უპრაგონოთ რომ ლაპარაკობენ, ამაზეც პასუხისმგებლობა უნდა იყოს. აი ხა მაგალითად ეს TV პირველი არის დასახური. აი ეს ნანუკა ხაჯაია, თუ ნანუკა ხაჯაია, ხო? რო დარბოდა იქა და როგორ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. ეს იგი რაღაც აი ძველი ბიჭივით საქმეს ურჩევდა. ეს დები რო არიან ეს ხაჯაიები. ვერ გავიგე, ქურდობა გინდა თქვენ თუ ჟურნალისტობა გინდა, ვერ ხვდები. ერთი ზის და იქა რაღაცა აკაჩავებს, პრავებს, მეორე დარბის პოლიციელებს, ესე იგი ბოდიში და საქმეს ურჩევს. ვერ გავიგე, ჟურნალისტი ხარ თუ ძველი ბიჭები ხარ, რა უბედურება ეს რა არის, რა ხდება, ვერ ხვდები. აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს შავფორმიანი და ნიღბიანი პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ TV პირველის ოპერატორს. ნიკო კოკაია ვივამეთშია გადაყვანილი. სწორედ აი ასეთ ვითარებაში ნიკო წაიქცა და მას რამდენიმე ადამიანი დაეცა აქედან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ რთული და ამიტომ ის გადაიყვანა სასწრაფო დახმარება. ესე იგი თავისივე ჟურნალისტმა გააბათილა აი ამ ხაჯაიას ტყუილი რომ თურმე თავს დაეცა და თავს გადაუარა ადამიანებმა. აი ეს არის ამათი ობიექტურობა, ამათი ესე იგი აი ის ქალბატონი როა ეკა მიშველაძე. აი გეუნებით ეს ეკა მიშველაძე აი მე გეუნებით სრული აი სახში არ არის შემოსაშვები. იმ დღეს იცინოდა აი ამ პოლიციელებზე და ადამიანებს ძალადობა და ხალი გამოვიდა საჭმელში ჩაუფურთხოთო ადამიანებს. აი ესეთი ადამიანი რო იქნები, აი საერთოდ რაზე არის საუბარი და ყოვლა დასაგმობია ეს ფაქტი. და ეხლა მე მინდა ბატონო ლექსო დღეს ჩვენ გვექნება ძალიან ისეთი საინტერესო მცირე პატარა გადაცემის პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის მიერ და ეს ტელესივრცეში არის პირველად გადის ეს მისი ნაზრები, მისი გზავნილები, ძალიან საინტერესოა დღევანდელობას ეხება ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში და მე მგონი რომ დაგაინტერესებთ, იმიტომ რომ ეს პიროვნება საკმაოდ სერიოზულ ადამიანია და სერიოზული პიროვნება ქართულ პოლიტიკაშიც, რუსულ პოლიტიკაშიც და მე ვფიქრობ რომ
ის რომ დღეს იგორ გიორგაძე ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლა, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი, იმიტომ რომ ეს შევარდნაძის დროს შეითითხნა საქმე მის მიმართ და არ დაადგა საშველი. სირცხვილია რომ ასლან აბაშიძე ვერ ჩამოდი საქართველოში, რომელმაც აჭარა შეუნარჩუნა საქართველოს ქართული იყო აჭარა მის დროს და დღეს ეხლა ძალიან კი ბევრი აღმშენებლობის პროცესია, მაგრამ ასევე საკმაოდ ისეთი ცუდი ტემპია ის ისლამიზაცია, რომელიც ხდება იქ. და ვადონ იგორმა ბევრი რეფორმები გაატარა უსაფრთხოების სამსახურში, ბევრი სასიკეთო ძვრები ქონდა და შევარდნაძეს დავალება რო არ შეასრულა, ზვიად გამსახურდიას მოკლასთან დაკავშირებით აითვალისწუნა და გამოაცხადა მტრად. ანუ ადამიანმა არ შეასრულა შევარდნაძის მითითება ზვიად გამსახურდიას კვლელობასთან დაკავშირებით. და სწორედ ამ და სხვა გარკვეული მიზეზთა გამო ეს გახდა შერისხული ეს ადამიანი და შევარდნაძემ ბევრ ეროტებასთან ერთად აი ეს გააკეთა, რომ დაიწყო ამ ადამიანის დევნა. და ამ დევნას უნდა დასრულდეს. იმიტომ რომ ამ კაცს ბევრი რამის კარგის გაკეთება შეუძლია კიდე ჩვენი ქვეყნისათვის და ეხლა მე მოგასმენებთ მის პოზიციებს ექსკლუზიურად პირველად გადის ტელესივრცეში აი ეს მისი გზავნილები, რომელიც საქართველოსკენაც არის ძირითადად. სევიცე იგორ გიორგაძესთან ერთად. ბუნებით ურყევი ინტერნაციონალისტი ვარ. ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ყოველი ხალხისადმი, ყოველი ერისადმი გურცხველი პატივისცემით ვარ განწყობილი, მაგრამ არსებობს ორი ქვეყანა, რომლის ერებსაც სისხლითაც და სულითაც თანაბრად მივაკუთვნებს საკუთარ თავს. ესაა საქართველო და რუსეთი. ვფიქრობ, სწორედ ეს მაძლევს ზნეობრივ უფლებას ამ ორი ქვეყნის ბედზე თანაბრად ვიფიქრო და ვიდარტო. და ამ გადაცემის პარგლებში დღევანდელ მშფოთვარე მსოფლიოში, მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოსა და რუსეთის წარსულთან, აწმყოსა და მომავალთან დაკავშირებით ჩემი ფიქრები გაგიზიაროთ. მაშ არსებით ზევიმშელოთ. ადამიანებს გვჩვევია ახალი დღის თვისა თუ წელის დადგომასთან ერთად ცხოვრებისგან უკეთეს ველოდოთ. ოცნებათა ასრულებას, მომავლის იმედების ხორცს შესხმას, ყოველად როდი ამბობს ხალხი, მაუნეჩვევების მიტოვებას, დიეტაზე დაჯდომას თუ ბოლოს და ბოლოს ყოველდილით ვარჯიშს, ერთი სიტყვით ახალ ცხოვრებას როგორც წესი ორშაბათიდან, თვის პირველი რიცხვიდან, ან უკიდურეს შემთხვევაში ახალი წლიდან ვიწყებთო. 2024 წლის დასასრულს საქართველოში მომხდარმა დაგვანახა. ქართულმა ოცნებამ მოახერხა ხალხის იმაში დარწმუნება, რომ ახალი წლიდან ხელისუფლება ახალ ცხოვრებას დაიწყებდა. და ჯერ კიდევ 2012 წელს მიცემულ პირობას ბოლოს და ბოლოს შეასრულებდა. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც ხალხი მოლოდინითაა ახსავსე. თელ ჩემს ხალხთან, ნათესავ ახლობლებთან, ჩემს თანამოაზრეებსა და თანამებრძოლებთან ერთად მეც ძალზე მინდა მწამდეს, რომ დღეს ქვეყნის ისტორიის მორიგ გარდამტეხ ეტაპზე ამჟამინდელი ხელისუფლება საქართველოს სახელით მართებულ დასკვნებს გამოიტანს და ღვთის მიერ ნაბოძებს ჩვენს საყვარელ სამშობლოს. ერთადერთი სწორი გზით წაიყვანს. ესაა მშვიდობის, სამართლიანობის, ტრადიციულ ზნეობრივი ფასეულობებისა და კეთილდღეობის გზა. აირა ბრძანა ქართულ ტელევიზიაში, ტელეკომპანია სეზონში ცნობილმა ისრაელელმა სამხედრო პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ისრაელის სპეცსამსახურის ნატივის ყოფილმა ხელმძღვანელმა, იაკობ კედმიმ. მინდა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცო. მოსალოცია ისიც, რომ საქართველო იცავს საკუთარ დამოუკიდებლობასა და უფლებას თავად განსაზღვროს თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში და არ იხევს უკან გარეშე ზეწოლის წინაშე. დასავლეთიდან საქართველოს დღევანდელი პრობლემები მეტწილად იქიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს არ სურს უკრაინის ბედი გაიზიაროს, მას არც სომხეთის ბედის გაზიარება სურს. მას სურს საქართველო დარჩეს და საკუთარი ინტერესები დაიცვას. მე თვალყურს ვადევნებ იმას, რასაც ტრამპი უკრაინის პრობლემებთან დაკავშირებით ამბობს. თქვა, უკრაინას ნატოში შესვლისკენ სწორედ ჩვენ, ანუ ამერიკის წინა პრეზიდენტები ვუბიძგებდით, რითაც რუსეთი გავაღიზიანეთ და საფრთხე შევუქმენით. ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ხოლო მათ ვინც დღეს საქართველოს წინააღმდეგი ლაშქრებს იმის გამო, რომ ის საკუთარ ბედს დამოუკიდებლად წყვეტს, მათაც ხომ ზუსტად იგივე მიზნები აქვთ. კავკასიის მშვიდობის საკითხებში საქართველო უდიდეს როლს თამაშობს. ეს როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან კავკასია უკიდურესად რთული რეგიონია. ძალზე ბევრი გარეშე ძალა ცდილობდა კავკასია საკუთარ ინტერესებში გაეთამაშებინა, რაც სრულიად უპირისპირდებოდა კავკასიის ხალხთა და ქართველი ხალხის ინტერესებს. და რა კიღა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები მრავალკუთხოვანი და ბუნებრივია. არ ამგონია ტრამპმა რუსეთ-საქართველოს შორის მტრობის გაჩაღება მოინდომოს. საქართველო იცავდა და იცავს საკუთარ სუვერენულ უფლებას. ამჟამად ქართველები მხოლოდ საკუთარი ბედის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებას როდი იცავენ. ქართველები მუდამ იცავდნენ თავიანთ ქართულ ეროვნულ ფასეულობებს. მიუხედავად მთელი იმ დევნისა, რაც საქართველოს გადახდა თავს.
საქართველოს თავისი ეროვნული ისტორია აქვს, რომელიც ნაწილობრივ რუსეთის ისტორიაცაა, ნაწილობრივ საბჭოთა კავშირის ისტორია. რა გინდ მოიდომო, ვერავინ უარყოფს. ვერავინ ამოშლის ისტორიიდან იმ ფაქტს, რომ საბჭოთა კავშირი მსოფლიოს დიდ სახელმწიფოც სწორედ ქართულმა აქცია. შეგახსენებთ, რომ 13 წლის წინათ იმხანად ჯერ კიდევ ახლად დაფუძნებული პარტია ქართული ოცნება ხალხს სამართლიანობის აღდგენას, იმდროინდელ საქართველოში გამეფებული უკანონობის, ძალადობის, ადამიანთა თანაცხოვრების ელემენტარული ნორმების ხელყოფის, უზნეობისა და ეროვნული ტრადიციების შეურაცხყოფის რეციდივებისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლებას დაპირდა. ასევე დაპირდა საზოგადოებას, რომ სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს ნაციონალებისგან გაწმენდდა. და რაც მთავარია, ხელისუფლების დაპირება გახლდათ დასავლელი კურატორებისგან გათავისუფლება და დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის, ქართული ხალხის ჭეშმარიტი ინტერესების რეალიზაციის გზაზე დადგომა. ახალ 2025 წელს უნდა შევწყვიტოთ პარტიების, პოლიტიკოსებისა და ზოგადად ადამიანების დასავლეთის მიერ თავსმოხვეული საზომებით შეფასება, საზოგადოების პრორუსულ და პროდასავლურ ფლანგებად დაყოფა. ყველანი პროქართული თემის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. პირველ ყოვლისა, ხელისუფლება ვალდებულია დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა, ვინაიდან როგორც ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში, ერთმა ძველ ბერძენმა პოეტმა თქვა, სახელმწიფო სურყევის საძირკველი სამართლიანობაა. ამიტომაც, ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში უნდა გასინჯოს სააკაშვილის მიერ იმ უკანონო მჟავრდებულთა საქმეები, ვისაც გრძელვადიანი ან სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. 2024 წლის არჩევნების შემდეგ სააკაშვილის დაოსნობით ხელისუფლებამ გამოაცხადა დანაშაულისა და კორუფციის მიმართ ეგრეთ წოდებული ნულოვანი ტოლერანტობა. ამის საბაბის გამოყენებით პოლიტიკური მოტივებით 300,000-ზე მეტი ადამიანი, ანუ საქართველოს ყოველი მეათე მოქალაქე, ციხეში გამოამწყვრიეს. ციხეებში პატიმრებს ხოცავდნენ. პირდაპირ ქუჩაში დახვრიტეს ადამიანები, იტაცებდნენ სააკაშვილის მიმართ ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოსებს, ყველას, კობა დავითაშვილს სასტიკად სცემეს, რის შემდეგადაც ის გარდაიცვალა. პარლამენტის დეპუტატ გელაშვილს, რომელიც ასევე ოპოზიციაში იყო, სცემეს და სიკვდილის პირას იმყოფებოდა. უამრავი ადამიანი, 300 კაცი, უგზო-უკლოდ დაიკარგა. საპატიმროები საკონცენტრაციო ბანაკებს გავდა. პატიმრებს ტექნიკურ ზეთზე დამზადებულ საკვებს აჭმევდნენ, რაც სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს იწვევდა. სასჯელ აღსრულების მინისტრის ყოფილი მთავარი მრჩეველი ლალი მოროშკინა ერთ-ერთ ინტერვიუში ხვებოდა, თუ როგორ ხსნიდნენ ამ ციხეებს 2013 წელს, ახალი ხელისუფლების დამყარების შემდეგ. პატიმრები თავდახრილი გამოდიოდნენ, ბორკილებით იყვნენ შებოჭილნი და სახეზე მწვანე ფერი ედოთ. ზაფხულობით საპატიმროს გალავანთან ანხლობლების რიგები დგებოდა. მათ პატიმრებისთვის გადასაცემად წყლით სავსე ჭურჭლები მიჰქონდათ. Стояли с бидонами воды, чтобы передать ее своим близким. ადამიანები დღევანდელი ხელისუფლების პირობებში იტანჯებიან ციხეებში, მიუხედავად დაცვის მხარის დაჟინებული მოთხოვნისა, რაც შეგახსენებთ უკვე 12 წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება. ის მოსამართლენი და პროკურორები, ვინც ეს ადამიანები სააკაშვილის დროს ციხეებში გამოკეტა, მათი საქმეების გადასინჯვაზე უარს ამბობენ. პირველ ყოვლისა, ესაა უკანონო პატიმრობაში მყოფი თეიმურაზ შარაშენიძის, ვლადიმერ არუთუნიანის, ნიას ჩხვიმიანის და ირაკლი დოკვაძის საქმეები. 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე სავსებით ბუნებრივ შეკითხვაზე, თუ რატომ არ ხდება საქმეების გადასინჯვა, ხელისუფლების წარმომადგენლები ხელებს შლიდნენ. აქაო და ესენი რომ გამოუშვათ, მაშინ იმათი დაკავება მოგვიწევს, ვინც მათ მიმართ უკანონობას ჩადიოდა. ეს კი არ შეგვიძლია, რადგან ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებს დავპირდით, რომ კოჰაბიტაციას დავიცავდითო, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის დანაშაულებრივ კლანს ხელს არ ახლებდნენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ 2025 წელს ხელისუფლება ქართველი ხალხისადმი მიცემულ პირობებს შეასრულებს და ყოფილი კურატორების მითითებებს აღარ დაელოდება, რადგან ქართველი ხალხი მუდამ სამართლიანობის მხარეზე იყო. ხელისუფლებას მოუწევს გადაუდებელ რეჟიმში შეამოწმოს მუდმივ მოსამართლეთა შემადგენლობა, ასევე სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოთა პროკურატურის თანამშრომლების მთელი კორპუსი. უნდა გადაისინჯოს საქართველოს ასობით მოქალაქისთვის ქონების უკანონო წართმევის საქმეები. ეს პირველ რიგში ეგრეთ წოდებულ ღამის ნოტარიუსთა მონაწილეობით გახსნილ საქმეებს ეხება. Ночных нотариусов. პოლიტოლოგ ლალი მოროშკინას ინტერვიუდან საზოგადოებამ შეიტყო, რომ ღამის ნოტარიუსები, ეს ზღვარგადასული დამნაშავენი, სისტემატიურად ღამის 2-3 საათზე უვარდებოდნენ საკნებში დაკავებულებს, რომელთა შორისაც სააკაშვილის პოლიტიკის მოწინააღმდეგე, როგორც მსხვილი, ისე საშუალო ბიზნესმენები, თუ მცირე მაღაზიის მფლობელები იყვნენ. ყველა ეს ადამიანი ახლად მოსულმა ხელისუფლებამ გადათელა. სხვადასხვა სახის მუქარით მათ აიძულებდნენ თავიანთი ბიზნესი სასურველი მოხელეების სახელზე გადაეფორმებინათ.
წარმოიდგინეთ, ადამიანი შუაღამისას იღვიძებს და სრულიად მოულოდნელად საკუთარ ქონებას სახელმწიფოს შუქნის. წარმოუდგენელი უტიფრობაა. მსგავსი ზეწოლის მსხვერპლი საქართველოს ერთი იმჟამინდელი მინისტრიც კი გახდა. ის ციხეში ყავდათ გამოწყდეული და ემუქრებოდნენ, რომ მის ქალიშვილს მოიყვანდნენ და პატარა გოგონას მამის თვალწინ გააუპატიურებდნენ. ცხადია, ნებისმიერი მამა შვილის გადასარჩენად ყველაფერს გასცემს. კაცი კი იძულებული გახდა არა ადამიანთა მოთხოვნების შეესრულებინა. უკანონობის ასეთ ხორცსაკებში გაატარეს საქართველო. აუცილებელია ხელისუფლებამ გადასინჯოს საქართველოში დაბადებულ პირებზე პირადობის მოწმობის გაცემის საკითხებიც. საქართველოში უნდა მოქმედებდეს საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში დაბადებულ პირებს იმთავითვე უნდა ჰქონდეს სამქვეყნის. ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის უფლება. ასეთ მაგალითს მოგიყვანთ. საქართველოში დაბადებული და გაზრდილი აკადემიკოსი რუსეთში სამუშაოდ გაემგზავრა. იქ მიიღო აკადემიკოსის წოდება. შემდეგ კი საქართველოში ჩამოვიდა ქართული მოქალაქეობის მისაღებად. მას შემდეგ რაც კომისია დარწმუნდა, რომ ეს ადამიანი სრულყოფილად ფლობს ქართულ ენას, ეს მის ენა და მასზე თავისუფლად მეტყველებს, გადავიდნენ გამოცდაზე. და ასეთი კითხვა დაუსვეს. რა იყო ქართველთა რელიგია ქრისტიანობის მიღებამდე? ამ ადამიანმა ვერ უპასუხა, ისე როგორც ეს კომისიას ეწერა და მას საქართველოს მოქალაქეობა არ მისცეს. მიუმართავ ხელისუფლებას. ეს ნორმალურია? უნდა გადაიხედოს პირადობის დამადასტურებელი საბუთის გაცემის წესი საქართველოს მოქალაქეთა ოჯახის წევრებისთვის. გულისხმობ ქართულიარმცოდნე სხვა ეროვნების მეუღლეებს, შვილებს და მშობლებს. მოვიყვან ჩემი მეგობრის მაგალითს. მას ბელორუსი მეუღლე ჰყავს. საბჭოთა დროს მოაწერეს ხელი. საქართველოში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. ეყოლათ ორი ქალიშვილი, რომლებიც შემდეგ ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს გაჰყვნენ ცოლად. ორივე ქალიშვილი საქართველოს მოქალაქეა. მათი შვილები შესაბამისად ჩემი მეგობრისა და მისი მეუღლის შვილები. საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ აქ ქართველთა დედასა და ბებიას ქართული პირადობის მოწმობა არ მისცეს. აქაო და ქართულს არ ფლობსო, თუმცა ქართულად ყველაფერი ესმის და თავისებურად სახალისოდ და მომხიბლავად ლაპარაკობს კიდეც. სვამ კითხვას, თუ ეს დასაშვებია, აუცილებელია ქართული პირადობის მოწმობაში დაბრუნდეს მამის სახელის გრაფა, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იქნა გაუქმებული. მომავალში ცნებების, მშობელი 1 და მშობელი 2-ის შემოღების მიზნით. აუცილებელია იმ ადამიანთა და პირველ ყოვლისა სააკაშვილის ცოლის პასუხისმგებლობაში მიცემა, ვინც ჩვენი მოქალაქეების პირველ რიგში სააკაშვილის რეჟიმის დროს საპატიმროებში მყოფთა შინაგანი ორგანოებით ვაჭრობას სისხლიან ბიზნესად აქცია. Особенно отбывавших наказание в тюрьмах Саакашвили. საქართველოში ეს სააკაშვილის დროს დაიწყო. დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამაში მას სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა. მას და მის მეუღლეს, სანდრა რულოვს, მაშინ აშენდა გლდანის ციხე, რომლის ფარგლებშიც დიდი სამხედრო კლინიკა იქნა მოწყობილი. ვითომდა იმისთვის, რომ მსჭავრდებულებს აქ მკურნალობა და რეაბილიტაცია გაევლოთ. იქ გაიხსნა კაბინეტი. თითო სართულზე 2-3 კაბინეტი იყო, სადაც ოპერაციები ტარდებოდა. როდესაც 2008 წელს სააკაშვილის ბრძანებით დამაკავეს და ციხეში მოხვდი, ეს ყველაფერი შიგნიდან ყოველდღიურ რეჟიმში ვნახე. ექიმების შემოსვლისას გვამოწმებდნენ, მომცეს ანტივირუსული აბები, მაგრამ ბიჭებმა მითხრეს, ნუ მიიღებო. ასეც მოვიკეცი, მაგრამ ვინც კი კლინიკაში მოხვდა, ყველას ოპერაცია გაუკეთდა და ორგანოები ამოკვეთეს. სამჯერ კვირაში საპატიმროს ტერიტორიაზე შემოდიოდა სპეციალური სამედიცინო მანქანა, რომლითაც ადამიანის ორგანოები გაჰქონდათ. ასობით პატიმარი იხოცებოდა, ასობით. იქ გარდაცვლილებს ექსპერტიზა არ უტარდებოდათ. ჭირის უფლებსაც კი, ვისაც დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება სურდათ, ამის ნებართვას არ აძლევდნენ. აი ასეთ ბიზნესს ეწეოდა სააკაშვილის მეუღლე გლდანის ციხეში. ხოლო 2013 წელს, როდესაც სააკაშვილი საქართველოდან უკრაინაში გაიქცა, მისი ევაკუაცია ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მოახდინეს. ამის შემდეგ 2016 წლიდან მისმა მეუღლემ იგივე ბიზნესი უკრაინაში განაგრძო. Она уже начала это бизнес на Украине. უნდა დაიწყოს საქართველოს 35 წლიანი დამოუკიდებლობის შეფასების პროცესი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მსგავსად პოლიტიკური და სამართლებრივი დასკვნები გაკეთდეს ყველა იმ მიღწეულ წარმატებასთან, ყველა დაუშვებელ შეცდომასა თუ დანაშაულთან მიმართებაში. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ პარტიებსა და საჯარო ორგანიზაციებს, ასევე კონკრეტულ პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა საქმეებს. ყოველივეს, რამაც 1991 წლიდან მოყოლებული მოქალაქეთა ცხოვრებაზე, ესა თუ ის გავლენა მოახდინა. აუცილებლად უნდა იქნას გატანილი სახალხო რეფერენდუმზე საქართველოს კონსტიტუციაში ჩასწორების შეტანის საკითხი. რეფერენდუმის მთავარი საკითხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პუნქტების კონსტიტუციიდან ამოღებასა და ასევე ქვეყანაში LGBT თემისა და სქესის შეცვლის სრულ აკრძალვას უნდა ეხებოდეს. სხვათა შორის, მთელი ეს პუნქტები საქართველოს კონსტიტუციაში დასავლეთის ზეწოლით დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიტანა. ლოზუნგი 2008 წლიდან ღირსეულად შევალთ ევროკავშირში. პროპანაცია ევროკავშირსა და ნატოში შესვლაზე უარის თქმის გარეშე
კვლავაც ორ სავარძელზე ჯდომის ხელმოწარულ პოლიტიკას უბრუნდებით. შეუძლებელია ამტკიცებდეთ, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ვერავინ ჩაითრევს და ამავდროულად იმეოროთ, რომ ოდნავ მოგვიანებით ქვეყანა მაინც ღირსეულად შევა ევროკავშირსა და ნატოში. ჯერ ერთი რანაირად შეიძლება ღირსეულად შეხვიდე უღირს ორგანიზაციაში, რომელიც ჩვენს ზნეობრივ და სულიერ ფასეულობებს აპრიორი უარყოფს. მსოფლიოში სატანიზმს ნერგავს და მთავარ მტრად კი რახანია რუსეთი გამოაცხადეს. მეორეც, თუკი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიზნად ევროკავშირი და ნატო რჩება, ეს მას ავტომატურად აქცევს რუსეთის, ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოებისა და ოდკბ-ს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პოტენციურ მოწინააღმდეგეთ. ეს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ვექტორის სომხური ვარიანტის შენიღბული გამეორებაა. და რა თქმა უნდა, ყოვლად აუცილებელია მთელმა ქართულმა საზოგადოებამ იმუშაოს სახელმწიფო იდეოლოგიის ფორმულირებაზე, რომელიც განახლებულ კონსტიტუციაში უნდა იქნას შეტანილი. უნდა გავიაზროთ ჩვენი 3000 წლიანი ისტორია და ჩამოვაყალიბოთ ქართველი ხალხის გამაერთიანებელი მთავარი იდეა, რომლისთვისაც ვიცხოვრებთ, ვიღვაწებთ. ჩვენი საყვარელი საქართველოს განვითარებისთვის ავაშენებთ მის აწმყოსა და მომავალს. იდეა, რომელიც ჩვენ ქართველ ხალხს ყოველდღიურ ცხოვრებაში გზამკვლევ შუქად გვექცევა და რომლისთვისაც თუ საჭირო გახდა, სამშობლოს საკურთხეველზე სიცოცხლეს ასდავდებთ. მაღალფარდოვანია, დიახ, მაგრამ ამის გარეშე არც სახელმწიფოა შესაძლებელი და არც სამშობლო. ცხადია, ხელისუფლებას ბოლოს და ბოლოს მოუწევს ნაბიჯ-ნაბიჯ მიუდგეს. ჩვენს დღის წესრიგზე მდგომი ყველაზე მტკივნეული პრობლემის გადაჭრას, ჩვენს აფხაზ და ოსმებთან შერიგებასა და დაბრუნებას. საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მომავლისთვის ამ გადამწყვეტ და საბედისწერო საკითხში ორი ძირითადი პრინციპის გათვალისწინება აუცილებელი. პირველი, ყოველივე იმაში, რაც ქართველ ხალხს უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ჯერ კიდევ პერესტროიკის დაწყებიდან დაატყდა თავს. პირველ რიგში კი ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური ომის გაჩაღებაში არც რუსებს მიუძღვით ბრალი, არც აფხაზებს, არც ოსებს, არც ამერიკელებს თუ ვინმე სხვას. ამაში მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ქართველები ვართ დამნაშავე. უფრო სწორედ, ჩვენი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ელიტა, რომელმაც სისხლის მღვრელ შეჯახებაში მოძმე ერებს დაგვაპირისპირა. მეორე, გავთავისუფლდეთ იმ ილუზიისგან, თითქოს საკმარისია კრემლმა აფხაზებსა და ოსებს საქართველოს წიაღში დაბრუნება უბრძანოს და პრობლემა წამში მოგვარდება. არაერთხელ მithქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ დე იურე ნაწილობრივ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების აღდგენა უკიდურესად რთული პროცესია, რომელიც ძალზე სკრუპულოზურ, შემწყნარებულ და სათუთ მიდგომას მოითხოვს. ეს პროცესი სრულიად საქართველომ უფალი ღვთის წინაშე ცოთა და მონანიებითა და აფხაზი და ოსი ხალხებისთვის ბოდიშის მოხდით უნდა დაიწყოს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ სახელმწიფოს ბურჯს სამართლიანობასთან ერთად განათლება და აღზრდაც შეადგენს. ამ მხრივ ხელისუფლებამ უნდა მოინანიოს ის, რომ მისი 12 წლიანი მართვის განმავლობაში გრძელდებოდა ქართველი ბავშვების, სკოლის მოწაფეებისა და სტუდენტების სატანისტი სოროსის მეთოდებით სწავლება და აღზრდა. საპროტესტო აქციებმა ნათლად დაგვანახა თუ რა თაობა გავზარდეთ. ახალგაზრდობას არ ვადანაშაულებ, არამედ ხელისუფლებას ვდებ ბრალს იმაში, რომ 1991 წლიდან მოყოლებული დღემდე აღზრდისა და განათლების საკითხები ლიბერალ გლობალისტებს ჩააბარეს და საშუალება მისცეს ჩვენი ახალგაზრდების ეროვნული თვითშეგნება ისეთნაირად გადაეფორმატებინათ, რომ ქართველი ახალგაზრდობა დღეს სხვისი ინტერესების გამტარებელ, უიდეო და უზნეო შემსრულებელთა დასავლეთიდან მართულ ზომბირებულ მასად აქციეს. ამის დამშვების საქართველოს ხელისუფლების მიმართ უპრიანიცაა გამოვიყენოთ ნაპოლეონის ცნობილი სამოქალაქო კოდექსის შექმნილი საკანონმდებლო კომისიის თავმჯდომარის ბულუ დე ლა მეტრის სიტყვები, რომლითაც მან იმპერატორი ჰერცოგ დენგიანის სიკვდილით დასჯისთვის გაამყუნა. მან შეახსენა, ეს დანაშაულზე უარესია, ეს შეცდომაა. ამიტომაც აუცილებელია უმოკლეს დროში მოვიზიდოთ ჩვენი აკადემიკოსები, უმაღლეს სასწავლებელთა პროფესორ-მასწავლებლები, სკოლის პედაგოგები, ყველა ვინც სოროსის მომაკვდინებელი ბაცილებით არ არის ინფიცირებული და მათი ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდეს ახალი, ხოლო სადაც საჭიროა, აღდგეს ძველი სასკოლო პროგრამები და სკოლის მოწაფეთა და სტუდენტთა სწავლების, მაღალკვალიფიციური სამეცნიერო და ტექნიკური კადრების მომზადების მეთოდიკები. ხელახლა შემუშავდეს საქართველოს ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების სისტემა. სამწუხაროდ გაჯეტებით გატაცებულმა ჩვენმა ახალგაზრდობამ არ იცის, რომ პუშკინი, ლერმონტოვი, ტურგენევი, ტოლსტოი დღემდე მსოფლიოში აღიარებული კლასიკოსები თავად დაზნაურობისათვის წერდნენ. ქართულ ენაზე კი მათი თხზულებები 19 საუკუნის გამოჩენილმა თავადმა ილია ჭავჭავაძემ გადათარგმნა. 1987 წელს საქართველოს ეკლესიამ ის ილია მართლის სახელით წმინდანად შერაცხა. გამოდის, რომ ჩვენი ძველი სასკოლო პროგრამა არისტოკრატიულ განათლებას გვასწავლიდა და უფიქრდით ამას.
და ბოლოს, ჩვენი წარმატებული განვითარების და ღირსეული მომავლის კიდევ ერთი აუცილებელი საწინდარი. უნდა მოვაცილოთ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩვენი ხალხისთვის თავსმოხვეული სახელმწიფო სიმბოლოები და შემოვიღოთ საქართველოს ახალი დროშა. დღევანდელი დროშა სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის პარტიის დროშაა, ასევე ახალი ჰიმნი და გერბი. ამ საკითხის გადასაჭრელად უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენციის მთელ ინტელექტუალურ პოტენციალს, ჩვენს ძირძველ ხალხურ სიბრძნეს, რათა საქართველოს დროშის დანახვისა და ჰიმნის გაგონებისთანავე ჩვენს მოქალაქეს, დიდს თუ პატარას, ერის მთლიანობით სიამაყის, სამშობლოსადმი უსაზღვრო ერთგულებისა და სიყვარულის, ქვეყნის ღირსეული მომავლის, უშრეთი რწმენის ამაღლებული და შეუდარებელი განცდა დაეუფლოს. არსებითზე იგორ გიორგაძესთან ერთად დასასრული. ძალიან საინტერესო იყო ალბათ თქვენს დიდი სიამოვნება მიიღეთ. მე იმედი მაქვს, რომ ბატონი იგორგი შემდგომშიაც შემოგთავაზებთ აი ამ გადაცემათა ციკლს, რომელიც დაიწყო არსებითზე იგორ გიორგაძესთან ერთად. სხვადასხვა ეს რუსულ ენაზეც არის ორიგინალი, უკვე ეს გავრცელდა და ჩვენ ქართველი მაყურებლისათვის გავახმოვანეთ ბატონმა გიორგი ახლოურმა შესანიშნავად ეს გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და შემოგთავაზეთ სამწუხაროდ ჩვენში ბევრმა არ იცის რუსული, ესეც აი ამ სააკაშვილის ნაძირალა რეჟიმის ბრალია და ძალიან აი სწორი აქცენტებია ქართულ-რუსული ურთიერთობებთან დაკავშირებით და ასევე ბოლოს საყურადღებო პასაჟი იყო იმ სიმბოლოებთან მიმართებით. და მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გათვალისწინებული იქნას. იქ ჩვენ იქ თეიმურაზ შარაშენიძეზე იყო ხაზგასმული, ასევე პოლიტპატიმრებზე თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც უვადო სასჯელით იხდის სასჯელს უვადო პატიმარია. მე ვფიქრობ, რომ აი ამ საქმეზეც უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტა. ძალიან ბევრი ადამიანებია კიდე ისე დასჯილები ამ ქვეყანაში და მე ვფიქრობ, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს ყველას მიმართ, იმიტომ რომ აი ეს რაც აი ამ დასავლეთის ზეწოლით განხორციელდა საქართველოში, ყველაფერი უნდა გასწორდეს. აბართალი ურმით მოდისო და ეს გარკვეულწილად ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და დამყარდეს სამართლიანობა. და მე ვფიქრობ, რომ აი ეს რუსულ-ქართული ურთიერთობების გამტკიცებაც, რომელიც აი ამ ლაიტმოტივად მისდევს აი ამ გადაცემას, უნდა განხორციელდეს. ჩვენც ამას ემსახურებით, ჩვენი გადაცემების 90% აი ამ მიზანს ემსახურება და ამიტომაც გვებძვიან შიდა გარეშე მტრები. მე არ ვიცოდი თუ მარტო დასავლეთის აგენტურა კი არა, ჩვენი მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებიც თუ ასე გვებძოდნენ. აი ხა აი ესე პასტა ფურცელი მომარჯვებული აქვს მეგობრებო. თითეული სიტყვას ინიშნავენ, თითეულ სიტყვას იწერენ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გავლენა ფართო მასებზე, საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი, მაღალი რეიტინგი, ხა შეიძლება ტრაბახად გამომდის ეს ყველაფერი და ამიტომაც მე ვთვლი, რომ ჩვენ ეს ყველაფერი, ეს ჩვენი რეიტინგი, ავტორიტეტი უნდა გამოვიყენოთ რუსულ-ქართული ურთიერთობის აღდგენისათვის. და ამის მებაირახტნე არის ბატონი იგორ გიორგაძე, რომელიც მთელი ცხოვრება ამას ემსახურება, იმიტომ რომ საქართველოს გადარჩენა სწორედ რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენაშია და ვინც ეს ვერ გაიგო, ან არის ბოდიშთა სრული იდიოტი, ან მოღალატე, მაგრამ მე უფრო მგონია მოღალატეები უფრო არიან, იმიტომ რომ 30 წელი თუ ამას შენ ვერ მიხვდი, რომ რას ნიშნავს რუსეთი საქართველოსათვის, მაშინ ეს უკვე აღარაფერი უკვე გაცდენილი ყავ ყოველგვარ ნორმას. ბატონ ლექსო, აი მე მგონი ძალიან საინტერესო, მე მგონი გადაცემა იყო, რომელიც შექმნა ბატონმა იგორ გიორგაძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილმა მინისტრმა და მე მგონი აი ბევრი რამ გასათვალისწინებელია. დიახ, ნამდვილად არსობრივი და ანუ ფაქტებზე დამყარებული ესე ვთქვა დოკუმენტური ფილმი იყო, რომელიც უკავშირდებოდა იმ ფაქტებს, რომელიც უახლოეს ისტორიაში გაიარო ჩვენმა სახელმწიფომ, ჩვენმა ქვეყანამ და სწორედაც რომ მართლაც და დიალოგის რეჟიმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც აუცილებელი არის, რომ სახელმწიფოებს შორის უნდა დაიწყოს და არა ისე, როგორც მაგალითად წინა ხელისუფლება აკეთებდა, მხოლოდ ურაპატრიოტიზმის მეშვეობით, როგორც ამ ფილმშიც იყო აღნიშნული, მხოლოდ იყო რომ თავიანთ პირადი ინტერესებს ატარებდნენ და ეგერ სანდრარულოსთან მიმართებაში თავად იხილა საზოგადოებამ თუ როგორი სიბინძურესთან ქონდა კავშირი ამ ქალბატონს და საინტერესოა ამ კუთხით რომ გამოძიებაც დაიწყოს
და ზოგადად რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ალბათ ეს დროს დადგება ძალიან მალე რომ ჩვენი ოფიციალური პირები როგორც საქართველოსთან ასევე რუსეთიდან დასხდებიან და გადავლენ პირდაპირ ესე ვთქვათ დიალოგის რეჟიმში და ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც თქვენ აღნიშნეთ ბატონ ნიკოლოზ მე ესე პიროვნულად არ ვიცნობ ბატონ ნიკოლს არ მქონია ეგ ესე ვთქვათ რაიმე ფორმით გამოცდილება მაგრამ მე როგორც მაქვს ინფორმაცია ამ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა რომ ამ ორ ქვეყანას შორის უფრო მეტი ურთიერთობა გააღრმავოს უფრო მეტი ურთიერთობა ესე ვთქვათ დამყარდეს ის ჯაჭვები აღდგეს რაც კი აქამდე არსებობდა ამ პირიქით ახალი ჯაჭვები გაიბას მაგალითად სამოქალაქო მიმართულებით და თუნდაც ხალხური მიმართულებით. ამიტომ ეს ძალიან ესეთი ადამიანები ფაქტიურად ქმნიან იმ ჯაჭვს, რომლებიც აძლიერებენ აი ამ ორი ქვეყნის ესე ვთქვათ ურთიერთობებს გამოცდილებას ყველაფერი მოაქვს მოგეხსენებათ და ძალიან კარგია თუ რაიმე ფორმით ესეთი ადამიანები წვლილს შეიტანენ ორი ქვეყნის განვითარებაში ამაში ცუდი არაფერი არ არის. ასაგები გეთანხმებით ბატონო მე მივესალმები ამ ყოველივეს რომ ნებისმიერი ქართველი რომელიც უცხოეთში მოღვაწეობს მათ შორის რუსეთის ფედერაციაში უნდა ზრუნავდეს თავის ქვეყანაზე. ეს არის ლოგიკური და მე ყოველთვის მისასალმები. თან იცით რა არის ჩვენ აი ხა რომ მე ხშირად ვიხსენებ ხოლმე აი ვის შეიძლება რუსეთში აი ქართული ლობის ფუნქცია იკისროს. ჩვენ ფაქტობრივად უკვე აი ძალიან შეგვისუსტა პოზიციები ამ მიმართულებით. ის ხალხი ვიზეც შეიძლებოდა აი ამ ტვირთის დაკისრება უკვე ძალიან ისეთ ასაკში შევიდა. აი ზურაბ წერეთელის ძალიან ბევრი რამ შეეძლო და საკმაოდ ეხლა ასაკშია და ფაქტობრივად მისი გამოყენება შეუძლებელია. მაგრამ არის იქ შოუ ბიზნესის წარმომადგენლები, მომღერლები, კულტურის მოღვაწეები, ლეო ბოკერიას ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს, მაგრამ პოლიტიკურ ასპარეზზე ცოტა ყავს ხალხი პასიურობენ რა. აი და ბატონ იგორი უნდა გამოვიყენო ჩვენ ეს ადამიანი. ეხლა ვერ გავიგე ხედავთ პოლიტიკაში რა ხდება. მაგასაკის ადამიანები მოდიან პრეზიდენტებად, ხო? იგივე მაგალითად დონალდ ტრამპი, ბაიდენი, მაგასთან შედარებით 20 წლის ბიჭი არის იგორ გიორგაძე. იმათთან შედარებით ისინი ისეთ ასაკში არის. ამიტომ მე ბატონ იგორს ურჩევდი რომ ის აქტიურად ჩაერთოს ქართულ-რუსულ პოლიტიკაში, იმიტომ რომ მას გამოცდილებაც აქვს, უნარიც აქვს, ყველაფერი აქვს, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რა არის, არა გვაქვს იმის ფუფუნება, ყველა ვისაც რა შეგვიძლია, აი ჩვენ, თქვენ, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოსათვის, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება. იქ შეიძლება კომფორტის ზონას კარგავ, როდესაც ერთვები და რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო ადვილია შენ შორიდან უყურო, მაგრამ როდესაც ჩვენი ქვეყნის საკითხი წყდება, ყველამ უნდა გავიღოთ, გადავდოთ ეს კომფორტის ზონა და გამოვიდეთ იქიდან, იმიტომ სოფლიოში რა ხდება. აგერ ეხა ჩვენ ნაცები, ქოცები რაღაცა ამითა ვარ დაკავებული, იმან ეს თქვა ამ სულელების იმას ვაკეთებთ კომენტარს და ჩვენს გარშემო რა ხდება აგერ ის ვინც იყო ტერორისტად გამოცხადებული სირიის პრეზიდენტზე მაქვს სირიის პირველ პირზე დღეს მას იღებენ დიდი ზარზეიმი თურქეთში აგერ საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ოფიციალური მიწოვა გაუგზავნა ხედავთ რა ხდება ხალხო იმიტომ რომ მთლიანი პორტი დაუთმო საფრანგეთს და პოლიტიკა იცვლება და ხო და ჩვენს გარშემო იცვლება პოლიტიკა აგერ რა ხდება რუსეთთან დაკავშირებით აგერ რა ხდება ამერიკაში და ჩვენ ამ გლობალურ პოლიტიკაზე უნდა ვილაპარაკოთ და ჩვენი უსაფრთხოების ქოლგა ჩვენი აი ეგრეთ წოდებული აი ეს დაცვის მექანიზმი მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს რუსეთი თორე ეხლა რო ლაპარაკობენ იმას რომ აი იმას რა ქვია აზერბაიჯანს თურქეთი ყავს პარტნიორი იტყვიან ხოლმე იმას ისრაელს პატრონი ყავს ამერიკის შეერთებული შტატები იმას ჩვენ ღმერთი გვიფარავს კი მაგრამ შენ თუ მოდის და ხელი არ გააძნე ღმერთი როგორ დაგიფარავს დავით აღმაშენებელს რო არ გაეკეთებინა ის რაც უნდა გაეკეთებინა მოვიდოდით აქამდე და ერეკლე მეფეს გეორგიევსკის ტრაქტატი რო არ დაედო და რო ეთქვა ჩვენ ღმერთი გვიფარავს ეთქვა და არ გაეფორმებინა დღეს არ იქნებოდა ერთი ქართველიც კი საერთოდ ამ ქვეყანაზე ამიტომ ჩვენ სწორედ აი ის გეზი უნდა დავისახოთ ბატონო ალექსანდრე რომ განვამტკიცოთ ეს რუსულ-ქართული ურთიერთობები კი და მე ვფიქრობ რომ ეხა ისე როგორც არადროს დადგა ის დრო რომ რუსეთ საქართველოს შორის ურთიერთობები გაღვივდეს. მოკლედ შიდა პრობლემებს ჩვენი ქვეყანა იშორებს და როგორც
აღმოჩნდა ძალიან წარმატებით ამ პარაზიტებს ჩვენ ვიშორებთ, აი ამ აგენტებს, რომელიც უცხო ქვეყნიდან ფინანსდებოდნენ და მილიონებს და მილიარდებს იღებდნენ, ეს ადამიანები უკვე ჩამოშორდებიან, იმიტომ რესურსი აღარ აქვთ და მათ ესე ვთქვათ ფინანსური წყარო გადაეკეტათ და ამიტომ ამ პარაზიტებს ჩვენი ქვეყანა მოიშორებს და დადგება დრო ეხლა რომ რეალურად ერთობლიობაში შედგეს მოლაპარაკებები, დიალოგები, როგორც ჩვენს ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით, ასევე მთელი სოციალური ეკონომიკასთან დაკავშირებით და მთელი რიგი საკითხებზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ქვეყანას წაადგება. და ამას ჩვენ სულ მოუთმენად ველოდები და ნიკოლოს ეხლა ჩვენი თაობა, სწორედაც რომ ჩვენ თაობამ უნდა შეძლოს, იმიტომ რომ ჩვენ პატარა თაობას დავიწყებული აქვს და მხოლოდ და მხოლოდ აგრესია აქვს ჩადებული და გენეტიკურ კოდში ანუ მიხეილ სააკაშვილის და იმ დროინდელმა რეჟიმმა ის შექმნა რომ მათ აბსოლუტურად გაუცხოება აქვთ ჩვენს თუნდაც ოს და აფხაზ ძმებთან და ამიტომ არის რომ ჩვენმა თაობამ უნდა შეძლოს რომ ეხლა უნდა შევძლოთ ეს ხიდები დიახ გავდო წინავდა შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ ისევ და ისემ იმ ურავ პატრიოტიზმის მსხვერპლი იქნება ის მომავალი თაობა რომელსაც არანაირი არც ისტორიული განათლება არ აქვს არც არანაირი პრაქტიკული განათლება არ აქვს და ეხლა ჩვენ უნდა შევძლოთ რომ მათ და ასევე იმ 20 რა ქვია 20 აფხაზ ძმებს რამენაირად მეტი კომუნიკაცია და ურთიერთობა გქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი. გაიხარეს ბატონ ალექსანდრე მე ერთ რამეს ვიტყვი რა ჩვენი ტელეკომპანია სეზონი რიგ შემთხვევებში უსწრებს მოვლენებს რომ ჩვენ რო ვიძახდით ამერიკელებზე რომ ესენი არიან აი ეს ფონდები ქვეყნის მტრები და ამერიკელების მტრები მეთქი ამის გამო შერისხულები ვიყავ და დღეს მიხარია რომ ამას ლაპარაკობს თვითონ დონალდ ტრამპი და ხელისუფლება არა ეხლა წავიდე და მოუწყო ამერიკის საელჩოს მე ამას ვლაპარაკ და იგივე ეხლა რუსულ ქართულ თემატიკაზე რასაც ვლაპარაკობს ჩემი სიტყვები დაიმახსოვრებთ რამდენიმე თვეში ჩვენნაირად დაიწყებს ლაპარაკს ტელეკომპანია იმედი და ასევე ყველა ის სამთავრობო არხი რომელიც არის კონტროლ ქვეშ ხელისუფლების ჩვენ ვამზადებთ ნიადაგს გახსოვთ ალბათ მე მოგიმზადეთ თქვენ ეგრეთ წოდებული მოდელირებული ჩვენი გადაცემა როდესაც ქვეყნის პირველი პირი ჩავიყვანეთ მოსკოვში მოლაპარაკებაზე და ქვეყნის გაერთიანების პროცესით დავაწყებინეთ მალე აი ეს მოხდება რაც ჩვენ იმ მოდელირებულ გადაცემაში განახეთ ჩვენ პირველი ტელევიზია ვართ საქართველოში რომელსაც გვაქვს რუსულენოვანი გადაცემა რომელიც ობიექტურად აშუქებს მოვლენებს თორე რუსულენოვანი აგერ სოვაც არის რაღაცა ინტერნეტ ტელევიზია და არის კიდე რაღაცა ნაცებს აქვთ საინფორმაციო საშუალებები და უყუღმა ატრიალებენ ყველაფერს ჩვენ პირველი ტელევიზია ვართ რომელიც ქმნის დოკუმენტური ფილმების ციკლს აი ჟავანაძის ოქროს ხანა რომელიც 20 სერია გავაკეთეთ რომელიც სწორედ ამას ემსახურებოდა თუ როგორი სიტუაცია იყო იმ პერიოდში რა თქმა უნდა ვასილ ჟავანაძის ღვაწლზე აქ საუბარია მაგრამ იმ პერიოდზეა საუბარი და რაც თავარია ჩვენ ახლა ვიღებთ ფილმებს მუშაობის პროცესში ვართ უკვე რუსულ ქართულ თემატიკაზე იმის კეთდება ფილმი თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველომ რუსეთს და ეს ფილმი კეთდება უკვე მეგობრებო და მალე დღის სინათლეს ნახავს ეს ყველაფერი და ჩვენ ამისთვის მადლობელი ვართ ბევრი ადამიანის მაგრამ ეს მაინც მუშაობის პროცესია კიდე ახლა როდის იქნება აი ეს ფილმები ზუსტად ვერ გეტყვით მაგრამ მიმდინარეობს ამაზე მუშაობა ასე რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ ეს არის სახელმწიფოებრივი ფიქრობ საქმე დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო ალექსანდრე მე ამით მინდა დავემშვიდობო ჩვენს მაყურებელს ჩვენ შევხვდებით უკვე ხვალ ერთმანეთს საღამოს 9 საათზე კარგად ბრძანდებოდით